ეს არის კანონი, რომელსაც საპატრიარქოს ეწინააღმდეგებოდა. მთელი მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. ბიჭი მთელმა ავტობუსმა პოლიციამ ცემა და არც ერთი იმ პოლიციელიდან არ დასჯილა. საქართველოს ზედმიწევნი იცავს დონალდ ტუსკი დახვდა თვითონ და გადასცა. ორად დონალდ ტუსკი. ბატონო, მოდით ახლა არ გაიქცეთ თემას. გადამზადელობაში ნუ გადახვათ, ჩემზე გაცილებით გასაკვირველი პიროვნება ბრძანდებით. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ წრის მორი გადაცემას. დღეს ვისაუბრებთ საქართველოს ევროპულ მომავალზე. მზად ვართ რომ დავიწყოთ. მოგესალმებით. მე გახლავართ ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი და დღეს ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ევროინტეგრაცია და მე წარმოვადგენ პოზიციას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის დღევანდელ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მიღმა. რატომ არ არის ეს დღეს ჩვენს ინტერესებში და რა არის ამის ხელისშემშლელი ფაქტორები. პირველ რიგში და პირველ დებულებად წარმოვადგენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს და ეს საკითხი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის თემას, ანუ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას და ფაქტორს, რომელსაც უფრთხილდება არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ ნებისმიერი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე. და დღეს ჩვენ ხედავთ თუ რაოდენ სერიოზულად იბღალება სუვერენიტეტი არა მხოლოდ იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირში გაწევრიანებას და მიილტვიან ამ პროცესისკენ, არამედ მათიც, ვინც უკვე ევროკავშირშია და ვისთვისაც შეიძლება გარკვეული ძალიან სერიოზული სირთულეები ჩდება სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით. შორს არ წავალ, არის ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი. აი ეს რამდენიმე დღის წინ მაგალითად ევროკავშირის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ თურმე აწი ახალი წესი იმუშავებს, იმოქმედებს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. თუ აქამდე იყო კონსენსუსი, ანუ ყველა უნდა დათანხმებულიყო რაღაც საკითხს, რომ ის საკითხი ამოქმედებულიყო, დღეს სისტემა იცვლება და ევროკავშირში აწი იარსებებს, სავარაუდოდ ასე თვლიან და ვარაუდობენ და ასე ემზადებიან ბატონების კასტა და ვასალების კასტა, ანუ იმ სახელმწიფოების კასტა, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებს და იმ სახელმწიფოებისა, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების მიღებაში არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება. განსაკუთრებით ეს რა თქმა უნდა ვრცელდება იმ სახელმწიფოებზე, რომელიც თეორიულად სავარაუდოდ 2030 წლის შემდეგ გახდებიან ევროკავშირის წევრები. გასაგებია რომ აქ ასე ვთქვათ, სუვერენიტეტის საკითხი პრაქტიკულად გამქრალია. ჩემის აზრით ძალიან სერიოზული პრობლემაა და არც კიდევ ძალიან შორს არ წავალთ და აგერ თუნდაც შეგვიძლია ვისაუბროთ იმ კანონმდებლობებზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების გამო არის მიღებული და რაოდენ დიდი წინააღმდეგობა არსებობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, უფრო ზუსტად ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით, თუნდაც იგივე ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი ავიღოთ, ეგრეთ წოდებული ტრადიციული ოჯახური ღირებულებების კანონი ავიღოთ, შესაბამისად ესეც ერთმნიშვნელოვნად არის სუვერენიტეტის შელახვა და დანგრევა. აი ეს იქნება პირველი დებულება, ჩვენი სუვერენიტეტი, რომელიც არის დასაცავი. კეთილი, მეგობრებო, ვისაც სურს რომ მიიღოს მონაწილეობა, გთხოვთ რომ ააღმართოთ ალამი. მონაწილე, კი ბატონო, მოგწონთ. მე ვარ ზუკა შოშიაშვილი, წარმოვადგენ სართული ახალი თაობის ძალის პოლიტიკურ ორგანიზაციას და პირველ რიგში მექნება თქვენთან ესეთ შეკითხვა. არის თუ არა სუვერენიტეტის გამოყენება ის რომ სახელმწიფომ გადაწყვიტოს რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში თუ საერთაშორისო შეთანხმებაში იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის გარშემო არის აწყობილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. და სახელმწიფო იმისთვის ყავს ხელმძღვანელობა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომან სწორედ იმ მიმართულებით იმოქმედოს და გადადგას ნაბიჯები, რომელიც ერთი წამითაც არ შებღალავს და არ, ასე ვთქვათ, შეაფერხებს და არ, ასე ვთქვათ, დააკნინებს ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. სუვერენიტეტი ალბათ არის, იცით, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კონტექსტის ყველაზე მთავარი გამოვლინება. არ არსებობს სუვერენიტეტი ხო ეს არის პრაქტიკულად იგივე რაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რასაც სახელმწიფოს თვითმყოფადობა ქვია, თვითგადაწყვეტილების უნარი. სუვერენიტეტი არის ის, როდესაც შენს შიდა საქმეებში არ ერევიან, როდესაც შენ შეგიძლია იმოქმედო ისე, როგორც ეს შენ სახელმწიფოს ჭირდება და უპირველეს ყოვლისა ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ერს ჭირდება. როდესაც შენ მოქმედებ მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რაც კესიკეთეს მოუტანს შენ სახელმწიფოს. ხოლო ყველა დანარჩენი ქმედება, რომელიც აი ამ სიკეთეებს
შენი ქვეყნისათვის მიღებაში ხელს უშლის არის შენი სუვერენიტეტის ხელყოფა, შენი სუვერენიტეტის შებრალვა, შენი დამოუკიდებლობის დაკნინება. და ბუნებრივია, ამიტომ რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, ბუნებრივია, მან ამოსავალ წერტილად უნდა განსაზღვროს უპირველეს ყოვლისა ის, ხომ არ შებრალავს ეს გაწევრიანება მის სუვერენიტეტს. მე ცოტა სხვანაირად დაგისვიტყვი, ანუ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ, ეს იყო 2023 წელს, როდესაც გავაკეთეთ თუ 2022-ში, როდესაც გავაკეთეთ მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ხომ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება არის, ამის უფლება ხომ გვაქვს? ანუ შესაბამისად, თუ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს და ასევე ხელისუფლებას რამდენიმე წლის წინ ქონდა ეს განზრახვა და ამის შემდეგ უკვე იმას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი მიიღეთ და წეგან საინტერესო თემები ახსენეთ, მინდა რომ ამასაც გამოეხმაურო. ანუ ჩვენმა სუვერენულმა სახელმწიფო პირველ რიგში გადაწყვიტა რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. ევროკავშირში სუვერენიტეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით კი ბატონო არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა პირველ რიგში შეიძლება იცვლებოდეს წესი, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილება, თუმცა მაინც ყველა სახელმწიფო მონაწილეობს და ნუ ეგ კასტები, ბატონების კასტა და ასე შემდეგ არ ვიცი რამდენად რეალურია, იმიტომ რომ ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია. შესაძლოა და ყველაზე რეალურია არა სრული უმრავლესობით, არამედ უმრავლესობის პრინციპით მოხდეს შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, რაც დემოკრატიაში ერთ-ერთი პრინციპია, მათ შორის როგორც მუშაობს საქართველოს პარლამენტი და არა მხოლოდ საქართველოს კიდევ სხვა ძალიან, ანუ დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის. ამასთან ერთად საინტერესო ის არის, რომ თქვენ ამბობთ, ევროკავშირი ერევა საქართველოში და საქმეებში, როდესაც ჩვენს მიერ მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც არის აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, უწოდებს სხვადასხვა სახელს თუ აკრიტიკებს და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს თუ არა ეს განაცხადი გაკეთებული, რომ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრები, გვაქვს. შესაბამისად, ევროკავშირს, როდესაც ნებისმიერ სახელმწიფო ითხოვს მის წევრობას, აქ განსაზღვრული გარკვეული თავისი მოთხოვნები. რეალურად ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს და არ დასხმია საქართველოს თავს, როგორც საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს. ისინი აკრიტიკებენ მხოლოდ იმ კანონებს, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის და ასევე საქართველოს ხელისუფლების განცხადებული მიზანი. არის თუ არა ეს? არა. აბა სად არ არის, სად არ მეთანხმება? რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ არანაირად ევროკავშირის, ასე ვთქვათ, ბიუროკრატია არ ესხმის თავს იმ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს ამ შემთხვევაში ევროკავშირთან ინტეგრაციას უშლის ხელს. იმიტომ რომ ასეთი კანონმდებლობა საქართველოში იდეაში არც მიუღიათ. ჩვენ თუ ვისაუბრებთ კანონზე, ეგრეთ წოდებულ კანონზე გამჭვირვალობის შესახებ, ხო, რომელიც სინამდვილეში არის ერთ-ერთი თარგმნილი ამერიკული FARA-ს ანალოგი, ხო, მაშინ ჩვენ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით უბრალოდ იმაში, რომ ეს არის კანონმდებლობა, რომელიც რამენაირად ხელს უშლის ევროკავშირში ინტეგრაციას და საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას, ან რაღაცნაირად ჰარმონიზაციას ევროპულ სამართლებრივ სისტემაში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ხომ, რომ ესეთი კანონმდებლობა არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში გარდა საქართველოსა. საქართველოს ერთ-ერთმა ბოლომ მიიღო ეს კანონმდებლობა, ჩვენ შემდეგ ევროკავშირი ფიქრობს თლიანად ევროკავშირის სისტემაში მოაქციოს. ეს სამართლებრივ სისტემაში ეს კანონმდებლობა მანამდე იყო 100 წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატები, უამრავი ევროპული სახელმწიფო, ბრიტანეთი, კანადა, ისრაელი, კიდევ ძალიან ბევრი ქვეყანა და განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში აგერ საფრანგეთში გადაწყდა ამ კანონმდებლობის მიღება და ასე შემდეგ. რეალურად რომ ვთქვათ, ამ კანონმდებლობაში არაფერი საერთოდ ანტიევროპული ან ანტი რაღაცა ევროკავშირული არ არსებობს და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? და 2 წლის წინ ის ნარატივები, რომელიც იქნებოდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ისეთი კანონი, რომელმაც უნდა გაანადგუროს ქართული NGO სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორი და ასე შემდეგ უნდა დაახრჩოს ლიცენზიები, ჩამოართვას, მოგუდოს ყველანი. გავიდა 2 წელიწადი და დავინახეთ, რომ საერთოდ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. საერთოდ არავინ არავის არ დაუხრჩვია. ვერ დაგეთანხმებით. არა, მაშინ და არ დამეთანხმებით. ფაქტია, რომ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობდა და მუშაობს დღემდე, არ განიცდის არც ზეწოლას, ერთადერთი პრობლემა შეექმნა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობდნენ შავი ფულით საქართველოში გარკვეული манипуляციების მოხდენას და შესაბამისად ეს აღარ ხდება. შავ ფულს რას გულისხმობ? აი რას გულისხმობ? ნახე ანუ გრანტი რომელიც ოფიციალური წარმოა, აი მაგალითად USAID როგორც იყო მაგალითად გრანტი არ არის საუბარი გეტყვით. თელ სოფლიოში არა მარტო საქართველოში არის ესეთი კანონი და სტანდარტი, რომ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება უცხო ქვეყნიდან არის აკრძალული, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ.
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაციების მიერ. უცხოეთში თუ ცხოვრობს ჩემი ქვეყნის მოქალაქე, იმას გარკვეულწილად კანონის მიხედვით შეუძლია დააფინანსოს პარტია. მაგრამ უცხო ფული ქართულ პოლიტიკაში არ უნდა შემოვიდეს, ისევე როგორც ამერიკულ პოლიტიკაში არ უნდა შევიდეს. მაგისთვის არსებობს FARA. არ უნდა შევიდეს ევროკავშირის პოლიტიკაში, ბრიტანეთის, საფრანგეთის და ასე შემდეგ. მათ შორის არც საქართველოს შემადგენლობაში. შეიძლება ერთი დამაზუსტებელი კითხვა დაგისვათ და მიხვდები რას მიყავს. 2012 წელს, როდესაც ყოფილი ხელისუფლება შეიცვალა, ყოფილ ხელისუფლებას გაუჩნდა ძალიან სერიოზული პრობლემა ფინანსური რესურსის. და იცით რატო? იმიტომ რომ 2012 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ძალიან სერიოზული ფინანსური გრანტებით იყვნენ უზრუნველყოფილი USAID-დან, NED-დან და კიდე სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან, Soros-ის ფონდიდან და ასე შემდეგ, იყვნენ ძირითადად იმ პოლიტიკური ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ლობისტური მხარდაჭერის ქვეშ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა. მოყოლებული ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას მოქალაქეთა კავშირი ერქვა, მოდი ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის დიდი შემადგენლობა მოქალაქეთა კავშირში იყო. მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილის, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს, რომელიც იუსტიციის მინისტრი გახდა თუ 2000-იანების დასაწყისში პირდაპირ ლობირებდა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტების გამოყოფის საკითხს. მისი რეკომენდაციის, მისი ასე ვთქვათ, ლობიზმის გარეშე არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას სოლიდურ ფინანსურ გრანტს არ გამოუყოფდა. მე არ ვლაპარაკობ ხა 2 და 3000-იან გრანტებს, რომლებიც ციგნის სათარგმნად იყო საჭირო. არა, მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ძალიან დიდ მრავალ 100,000-იან გრანტებს. ასეთ შეიქმნა და გაჩნდნენ იმ პერიოდში საქართველოში თავისუფლების ინსტიტუტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზუსტად ეხლა წლები არ მახსოვს რომელსაც გაჩნდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ პერიოდში წარმოიქმნა ეს ძლიერი მილიონერი. ნახეთ ხოდა 2003 წლიდან მოყოლებული მთელი ისტორია რო გავიაროთ. მაგაშია რომ მე მთელი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ჩამოყალიბდა უძლიერესი გუნდი. უნდა შეგაწყვეტინოთ სამი ალამი აღიმართა შესაბამისად თქვენ დროებით უნდა დავუკვირდეთ. კი ბატონო. ხავთ კიდევ ერთხელ აღმართოთ ალამი. ნომერი 1, ნომერი 3, ნომერი 5. ნომერი 1. კიდევ გამარჯობა. შეგვიძლია დავიწყოთ? გამარჯობა. მე გიორგი თავართხილაძე, მოძრაობა ქართული რესპუბლიკის თანადამფუძნებელი. თქვენ ბევრი ისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის სუვერენიტეტი. მოდით მაყურებელს განვმარტოთ, რა არის სუვერენიტეტი. პირველ რიგში სუვერენიტეტი არის ხალხის მმართველობა, ესე იგი, ქვეყანა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც აი ამ სახელმწიფოს აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, ხო? ეს ჩვეულებრივი ამბავია, არჩევნებზეც იგივე ხდება, ამიტომ არის ხოლმე რომ არჩევნები ხალხის სუვერენული უფლების გამოხატულებაა. გარდა ამისა, სუვერენიტეტს აქვს, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იგივე არის დემოკრატია სუვერენიტეტს იცავს. მინდა გითხრათ, რომ კი, ასეა. როგორც დემოკრატია, ასევე მონარქიაც სუვერენიტეტს იცავს ხშირ შემთხვევაში. თუ კი უბრალოდ სისტემა კორუმპირებულია, როგორც ჩვენ შემთხვევაში მაგალითად, არა სუვერენიტეტს, არამედ პარტიული ინტერესს იცავს, მაგრამ მოდით გადავიდეთ კონკრეტულ პარამეტრებზე, თუ რა არის სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, მახასიათებლები. ის თუ რამდენად შეუძლია სახელმწიფოს დამოუკიდებლად შეინარჩუნოს და ჰქონდეს სტაბილური ეკონომიკა, უსაფრთხოება, თავდაცვა და სოციალური ვითარება საკუთარ ქვეყანაში. აი ეს არის ის პარამეტრები ძირითადი, რომელიც სუვერენიტეტის დონეს განსაზღვრავს. სამწუხაროდ სხვათა შორის არსებობს ასეთი ორგანიზაცია, რომელიც ზომავს ხოლმე ქვეყნების სუვერენულობის დონეს. აი ამ ორგანიზაციის მიხედვით საქართველოსთვის მინიჭებული ქულა არის 15 ერთეულით გაცილებით ქვემოთ, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბოლო წევრი ქვეყნის ქულები. ეს უბრალოდ ერთ-ერთი ორგანიზაცია, შეგიძლიათ თქვენ თუნდაც მოიძინოთ, ნებისმიერი ორგანიზაცია, სახელი აღარ მახსოვს, ძალიან კი ბატონო, გეტყვით, როგორც კი დავასრულოთ საუბარს. მოდით ახლა გადავიდეთ, რამდენად გვაქვს ჩვენ შესრულებული ჩვენი სუვერენული, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობა. დღევანდელი ეკონომიკა ფაქტობრივად არ არის სუვერენული იმ ამბავში, რომ ჩვენი აბსოლუტური უმრავლესობა მნიშვნელოვანი რესურსებისა, მათ შორის
საკვები იქნება ეს ენერგეტიკა თუ სხვადასხვა შემოდის უცხოეთის ქვეყნებიდან. მეორე მხრივ ჩვენი თავდაცვა არის მთელს რეგიონში სამწუხაროდ ყველაზე სუსტი. ჩვენ დღეს ვართ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სულისკვეთებაზე და საომარ უნარებზე. არც ერთ შემთხვევაში არ შეგვიძლია სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოთ ნებისმიერ პოტენციურ მტერს და ეს პოტენციური მტერი არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ნებისმიერი ამ რეგიონში მოქმედი აქტორი და არა მხოლოდ სახელმწიფო. ამ მხრივ ჩამორჩენა გვაქვს როგორც ბიუჯეტურად, ასევე იმიტომ რომ ჩვენი ფინანსები გაცილებით 10ჯერ თითქმის ჩამოუვარდება აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტს. ასევე თითქმის 3ჯერ ჩამოუვარდება სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტს. ამიტომ თავდაცვის პარამეტრშიც ძალიან ძიმე შედეგები გვაქვს აი ამ მონაცემებით ახლა რაც გვაქვს. მეორე მხრივ, სოციალური ყოფა რაც გაგვაჩნია ამ ქვეყანაში. წლიდან წლამდე ეს ქვეყანა იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან და თუ კი დაუჯერებთ აი ამ მოქმედი პარტიის ქართული ოცნების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც დინარაძე, რომელიც ამას ამბობდა იყო სუსის უფროსი, 1,5 მილიონი საქართველოს მოქალაქე არის უცხო ქვეყანაში დღესდღეობით გასული, მაშინ როცა ამავდროულად ამავე ხელისუფლების პირობებში 10ჯერ გაიზარდა საქართველოში შემოსული უცხოელი მიგრანტების რაოდენობა. აქ შედის როგორც ლეგალურად შემოსული, ასევე არალეგალურად შემოსული ადამიანების რიცხვი. ეს სოციალურ ბალანსს, რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმას აყენებს, იმიტომ რომ სუვერენიტეტი, როგორც უკვე ვახსენეთ, მათ შორის აი ამ პარამეტრით განისაზღვრება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ეს ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის და ის თუ რამდენად შეუძლია სახელმწიფოს დამოუკიდებლად თავისი საგარეო ინტერესები განახორციელოს, ასევე მიუთითებს მისი სუვერენიტეტის დონეზე და ხარისხზე. სამწუხაროდ დღესდღეობით ამ ვითარებაშიც, რაშიც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის შემდეგ, ქართული ოცნების პერიოდში ჩავარდით, ამ მხრივ გვაქვს აბსოლუტური ჩამორჩენა. იმიტომ რომ რეალურად დღევანდელ პირობებში საქართველოს პრეზიდენტს უწევს, რომ დიდგორობა დღეს 12 აგვისტოს. კი არა, აღნიშნოს დიდგორობა საქართველოში. 900 წელი გავიდა დიდგორის ომის მოგებიდან 2021 წელს. არ აღნიშნულა სათანადოდ, მეტიც მივიღეთ ის, რომ ყაველაშვილი დიდგორობა დღეს ეწვია თურქეთის პრეზიდენტს და თურქეთის აი ამ მიღებაზე გადიოდა იმ სელჩუკური ხალიჩების, ასე ვთქვათ, ფონზე, რომელიც დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის აბსოლუტურად სამართლიანად სახელმწიფო სიმბოლიკაა. ასევე დღეს მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი მიდის და თემურ ლენგის, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამაუხრებელი საქართველოსი, შესაბამის ნიშას ამკობს სიმბოლურად და პატივს მიაგებს. დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც ირანის საელჩოს წარმომადგენელი ელჩი მართავს ზეიმს, სადაც შავი თეთრზე წერია მოსაწვევში, რომ ეს არის ორ რამესთან დაკავშირებული მიღება. ერთი, ირანის რევოლუციის წლისთავი, შესაბამისი და ქართველების ირანში ჩასვლის 416 იყო თუ არ ვცდები, მაგრამ ადვილად გადასამოწმებელია დაახლოებით 400-416 წლისთავი და აი ამ პროცესს დაესწრო ქართული ოცნების წარმომადგენლები ისე რომ კრინტი არ დაუძრავთ და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე რომ თურმე ევროკავშირთან ინტეგრაცია, რომელიც აქვე მაყურებელს მინდა უთხრა რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია და დასავლეთთან ინტეგრაცია არ ნიშნავს აპრიორი მასში გაწევრებას. არამედ ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ჩვენ შეიძლება მიიღო კანდიდატის სტატუსი და საბედნიეროდ მივიღეთ და ეს ჩვენი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ხელისუფლებამ აღასრულა, მაგრამ არ არის აუცილებელი გაწევრიანდეს. სხვათა შორის ნიკოლ ფაშინიანმა არაჩვეულებრივად აღნიშნა ამის შესახებ, როდესაც თქვა, რომ არ ვიცით ჩვენ გავწევრიანდებით თუ არა ევროკავშირში, მაგრამ გზა, რომელსაც გავდივართ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, არის ყველა შემთხვევაში სომეხი ხალხისთვის მომგებიანი და სასარგებლო. აქ რა თქმა უნდა ვეთანხმები, იმიტომ რომ ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაცია ნიშნავს ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერას აი ამ საკითხებში. თავდაცვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ევროკავშირიდან საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტში 61 მილიონ ევროზე მეტი იქნა გადმორიცხული. ბოლო 5 წელიწადში საქართველოს ბიუჯეტში არ გულისხმობ NGO-ებს, არ გულისხმობ კერძო პირებს, არ გულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მხოლოდ მთავრობამ მიიღო 500 მილიონ ევროზე მეტი საკუთარ ჯიბეში და განახორციელა ამით გარკვეული პროექტები, რომლებიც ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში ჩაიდო. ეს ფული მოხმარდა საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას. გადავიდეთ საგარეო ამბავზე. ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის. ევროკავშირთან ერთად საბედნიეროდ ამერიკას მიუხედავად აი ამ
ყველაზე დაბალი დონის ურთიერთობებისა, რომელიც კი სახელმწიფოს ქონია ამერიკასთან, რომელიც დღეს გვაქვს ქართული ოცნების დამსახურებით, ისიც უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რატომაც ჩვენზე გრანდიოზულად დიდმა რუსეთმა, გრანდიოზულად დიდი რესურსებით ვერ მოახერხა 4-ზე მეტი სახელმწიფოსთვის დაეძალებინა და მოესყიდა, რომ მათ ეღიარებინათ სოხუმის და ცხინვალის ვითომ და დამოუკიდებლობა. ეს არის ზუსტად ევროკავშირის, დასავლეთის და ამერიკის მხარდაჭერის შედეგი, რადგან თითოეული პოზიცია, რომელიც აი ამ ქვეყნებს აქვს, რომელიც ამ ორგანიზაციას აქვს, ახდენს გავლენას არა მხოლოდ შიგნით, არამედ მათზე პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად, ფინანსურად დამოუკიდებულ სხვა სახელმწიფოებზე, რომლებიც არიან სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, აზიაში და მთელს კონტინენტზე. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, დღესდღეობით უპირველესი პრობლემა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფია და ამასთან დაკავშირებული თავდაცვა. აი ეს სამკუთხედი, რომელიც დღესდღეობით აბსოლუტურად მორღვეულია, სხვათა შორის გილოცავთ, რომ ნაურუ, ყველას გილოცავთ, რომ ნაურუ უკან წაიღო თავისი გადაწყვეტილება. ამაში ჩვენი დიპლომატების დიდი წვლილია, როგორც მოქმედის, ასევე წარსული, იმიტომ რომ ეს მოძრაობა უწყვეტი არის, მაგრამ ასევე არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ჩვენი მოკავშირეების და დღეს ქართული ოცნების ყოფილი მოკავშირეების წილიც აბსოლუტურად დიდია, იმიტომ რომ მათი ეკონომიკური ბერკეტების გარეშე მსგავსი პროცესი დაძვრაც კი შეუძლებელი იქნებოდა. თქვენ კარგად იცით, რომ მაგალითად ამერიკას აქვს კანონი, რომლის მიხედვითაც ის არ აფინანსებს ისეთ სახელმწიფოებს, რომლებსაც აღიარებული ყავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცხინვალი და სოხუმი. შესაბამისად, აი ამ სამ მთავარ ფაქტორზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, მე არ გულისხმობ გაწევრიანებას, იქ მრავალი პრობლემაა, რაზეც შეგვიძლია შემდეგაც ვისაუბროთ. მე გარკვეულწილად შეიძლება დაგეთანხმოთ კიდეც და ზოგიერთებს არ დავეთანხმო, მაგრამ აი ეს თავარი სამი რამ, რაც ჩემთვის არის უპირველესი პრობლემა დღევანდელი ქვეყნის და თუ კი გვინდა რომ ერი სახელმწიფო გადავარჩინოთ და შევქმნათ, აი ეს პრობლემები უნდა აღმოფხვრათ. თავდაცვა გავაძლიეროთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და დემოგრაფიული კრიზისი, რომელიც 20-30 წელიწადში გვიქადის მთლიანად გაქრობას, როგორც ერს, აღმოფხვრათ რაც შეიძლება მალე. აი ამის საუკეთესო, მოკლე და ყველაზე უსაფრთხო გზა არის დასავლეთთან ინტეგრაცია, რადგან მოკავშირეების გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ წარმატებას და აქვე მარტივ მაგალითს მოვიყვან, უბრალოდ ყველაზე ნიჭიერ, ყველაზე გონიერ, ყველაზე ბრძენ, ყველაზე მამაც ქართველ მთავარს, მეფეს, დავით აღმაშენებელსაც კი არ მიუღწევია საკუთარი რეგიონული იმპერიის შექმნა მოკავშირეების გარეშე. მისი მოკავშირეები იყვნენ ჯვაროსნები, მისი მოკავშირეები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიელები, მისი მოკავშირეები იყვნენ ყივჩაღები, მისი მოკავშირეები იყვნენ სამხრეთ კავკასიაში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები. აი ამათი დახმარებით მან შეძლო საქართველოს ექცია, აი დაქუცმაცებულ განადგურების პირას ყოფი ქვეყნიდან აღმავლობის გზაზე ყოფ ქვეყანად, რომელმაც მერე მთელი ესე თქვა თავისი ძალაუფლება განავრცო ჩრდილოეთით, სამხრეთით და მაშრიყიდან მაღრიბამდე, როგორც იტყოდა ისტორიკოსი. მოდით მე ამით შევაჯამებ, იმიტომ რომ სავარაუდოდ თქვენს დაგიგროვდებოდათ რაღაც კითხვები და მე გავაგზავნებ, მაგრამ თუ მაქვს საშუალება, ბარემ ერთს დავამატებ, აუცილებლად უნდა ითქვას, თქვენ საუბრობდით NGO-ებზე და ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც ჩემი აზრით დღეს ქართულ ოცნებად არის გადაქცეული, იმიტომ რომ გივი მიქანაძე, რომელიც ციხეების ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი იყო, დღეს განათლება აქვს ჩაბარებული და ის ორგვამზე მორბენალი ადამიანი, რომლის გამოც დიდი რისხვა დაიმსახურა ნაციონალურ მოძრაობამ საკმაოდ სამართლიანად მერე ხარებად მოგვევლინა და საკუთარი მოსახლეობა არ ბევინა ამ პარტიამ, ხო? და კიდევ უამრავი სხვა მსგავსია, ბოლქვაძე ავიღოთ და უამრავი დეპუტატი ავიღოთ კიდევ ჩიქობავა, უკაცრავად ჩიქოვანი, რომელიც იყო ქარდავას მარჯვენა ხელი და ბათუმის მერად მოგვივლინე საერთოდ და ასეთ უამრავი ნაციონალური მოძრაობის მთავარი ფიგურა, რომელიც გადმოვიდა ქართულ ოცნებაში და წარმართავდა იგივე პოლიტიკას, რასაც წარმართავდა მანამდე წინა პატრონის დროს. აქედან გამომდინარე, ეხლა გადავალ იმ ამბავზე, რაზეც თქვენ, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობა იყო, მხოლოდ ვინც აფინანსებდა NGO სექტორს. მოდით NGO სექტორზე რომ ვამბობთ სიტყვას, აქვე ვთქვათ, რომ ეს კი ბატონო, ხელს უწყობდა და ასე შემდეგ და მათ შორის ბევრ ისეთ რაღაცას, რაც ჩემთვისაც მიუღებელია. მაგალითად, კი ბატონო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აფინანსებდა ბატონი ივანიშვილი ბიძინა, რომელმაც თვითონვე განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში, რომ ის აფინანსებდა ფონდ ღია საზოგადოებას, რომელიც არის ყველაზე მეტად მარგინალიზებული აი ამ გადმოსახედიდან, მემარჯვენე და ეროვნული გადმოსახედიდან, რომელსაც ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ბევრი ჩემთვის მიუღებელი საქმე აქვს. ნუ ყინწვისის ანგელოზის ფრესკის რესტავრაცია თუ არ ვწდები, მე მგონი მათი დაფინანსებულია, რაც არაჩვეულებრივია, მაგრამ მრავალი ისეთ საქმეებს გაკეთებული, რასაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ასეთ საქმეებს აფინანსებდა სოროსის ფონდს, მოდი მაყურებელმა კარგად რომ გაიგოს, იგივე ღია საზოგადოება.
აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი და მან ეს თავად აღიარა. ასევე ივანიშვილის დროს მოხდა პირველად, რომ საქართველოში აი ასეთი დღის წესრიგის ხარისხი მიიღო, მათ შორის LGBT მეგობრებო, ძალიან სხვა დიდი საკითხებმა ბოდიში დრო დავასრულეთ, მაშინ წინადადებით შეიძლება? დამატებით წუთს მოგცემ, შეგიძლიათ. კარგი, დიდი მადლობა. მოკლედ ეს ყველაფერი რაც უხილების თქვენ გამოთქვით, ყველაზე მეტად თვალსაჩინო ქართული საზოგადოებისთვის გახდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს და ამით არც ერთ შემთხვევაში არ წმენთ პირს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებს. აქვე NGO-ზე რო საუბრობთ, არ იგულისხმება მხოლოდ ისინი, რომლებიც ჩვენ არ მოგწონს, არამედ ისეთი NGO-ები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში, ბავშვების დახმარებაში, სიღარიბის დაძლევაში, კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნებაში მუშაობენ. და თქვენ მათ შორის შეიყვანეთ აი წეღან აგენტების და რაღაცეების გადმოსახედიდან შეხედეთ საიას, რომელსაც ასევე მოგებული აქვს უამრავი საია არ გიხმარიათ ცალკე, მაგრამ თქვენ იგულისხმობთ აგენტი არ მიხმარია ჯერ. აგენტ ჯერ არ გიხმარია, კი, ხო იხმართ? ახლა ნახე. კი ბატონო, ახლა უყურეთ რა შეასაქმე. საია, რომელსაც აქვს მე ვიცი რასაც იტყვი თქვენ წინასწარ და ნებელმომიცით გავუსწრო. თქვენ არიცით. ვიცი ზუსტად. თქვენ კი ბატონო, კი ბატონო, ნახე, ახლა გამოჩნდება თუ არ იტყვით, ნახე. საია, რომელსაც მილიონამდე ვასრულებ, მილიონამდე кейსი აქვს საქართველოში, უფასოდ გაკეთებული საკუთარი მოქალაქეებისთვის, გვირგვლიანი საქმე და სხვა მრავალი საქმე სტრასბურგში აღებული, აი ამ კანონმდებლობის მიხედვით ითვლება უცხოეთის გავლენის უცხოეთის ინტერესების გავლენის აგენტად. შესაბამისად, დიდი ბოდიში დამატებითი დავასრულეთ. ბოლო 10 წამი. თუმცა თქვენ გეკნებათ კვლავ შანსი, რა თქმა უნდა, მიიღოთ მონაწილეობა, ასევე თქვენ გეკნებათ კიდევ 10 წუთი. და წინადადებით შევაჯამებ, რომ მოკლედ ყველა NGO, რომელსაც ერთ ქვაბში ხარჯავთ, სინამდვილეში არ არის ისეთი, რომლის მიმართაც საქართველოს საზოგადოებას ცუდი განწყობა აქვს, არამედ ბევრ მათგანს კარგი საქმე აქვს გაკეთებული, მათ შორის ეროვნული და ეს ყველანი იმის გამო, რომ მის პარტიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ქართულმა ოცნებამ მოაქცია აგენტების ეგრეთ წოდებული იარაღის ქვეშ. მადლობა. მეორე დებულება, რომელიც გარკვეულწილად სერიოზულად ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს არის ის, რომ ევროკავშირი ყოველდღიურ რეჟიმში თავს ესხმის და ებრძვის იმ ტრადიციულ ფასეულ ღირებულებებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის თვითიდენტიფიცირებისათვის, ქართველობისათვის, ეროვნული ტრადიციების და ფასეულობებისათვის. და ეს დაპირისპირება უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ნომერი 1, ნომერი 2, ნომერი 1 და ნომერი 2. ნომერი 2. თქვენ მზადდებთ, დიახ. გამარჯობა. ვასილ მანაგაძე, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ორი სიტყვით დავიწყებ რა და ჩვენ ეხა რეალურად რაღაც აი რუსული პროპაგანდის ნიაღვარი მოდის რა, ეხა ბატონი გიორგისგან ისეთი მაგალითები მოდის, ისენი მოდის, რომ ანუ პირდაპირ თქვა, საქართველოზე საუბარი, ქართულ ინტერესებზე საუბარი, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებზე და ღირებულებებზე საუბარი არის რუსული პროპაგანდა. არა, რუსული პროპაგანდა არის. თქვენ ეს თქვით ეხლა. ხო და რუსული პროპაგანდა. თქვენ სხვა არაფერი არ გითქვამთ. მე ვთქვი ბატონო, იმის შემდეგ, რაც მე ვთქვი, რომ სუვერენს ტრადიციული ღირებულებები და ფასეულობები არის დასაცავი და ჩვენი ქვეყნის იდენტობის. არა, ევროკავშირი უქმნის საფრთხეს მაგ ყველაფერს. იმიტომ რომ ის ებრძვის, მე პირდაპირ მეუბნებია ჩვენ. ასევე სუვერენიტეტებს. ჩვენი ტრადიციული მაგას იძახდა ცხოვრებული ჟირინოვსკი, მეც კი არაფერს არ იძახდა. ის რომ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებულ კანონმდებლობას გიკრძალავს და მის გაწევას ითხოვს ევროკავშირი. ეს არის ბრძოლა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ანუ თქვენ მეუბნებით, რომ თქვენ გეუბნებით, რომ თქვენ ქართულ იდენტობას. არა, თქვენ რუსული ნარატივით ეროვნულ ღირებულებებს წარმოაჩენთ ევროკავშირს ჩვენ არა. ან აქვე შეგვიძლია დავასრულოთ საუბარი. არა, ვითარ შემთხვევაში მაგიტომ მოვედი რომ ეს ნიაღვარი. რაც ნიაღვარი, რაც რა არის ნიაღვარი გეტყვით თუმცა. ეროვნულ ღირებულებებზე საუბარი და მათი დაცვა და წარმოჩენა იმისა რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობები და ჩემ შვილს არავინ არ უნდა მოვიდეს და ტრანსგენდერული ლიტერატურა არ უნდა თავს მოახვიოს სკოლაში, მით უმეტეს კიდე საბავშვო ბაღში. არ უნდა არსებობდეს ისეთი სახელმძღვანელოები, როგორიც არის ძილის პირული მამაცი გოგონებისათვის, რომელიც იყო საკითხავი ლიტერატურა საბავშვო ბაღებში. ჩემი შვილისთვის აი თქვენი მოსმენა უფრო მეტი საფრთხე არის, თქვენი მოსმენა ამ რიტორიკის, ვიდრე თუნდაც რუსთაველზე პრაიდის ერთი ჩავლა. აი თქვენ ვიდრე სკოლაში რომ მიუტანენ ამ ლიტერატურას. არა, თქვენი რიტორიკა არის აბსოლუტურად აი კატასტროფა. მეთიუ კოინი, რომელსაც მოუნდა გოგოდ გადაკეთება და აბა ვინმეს გაებედა მერე კლასში და მერე დაეძახა მისთვის ბიჭი და ყველა გოგო. ბატონო გიორგი, ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ რა. არაფერი არ გამოგივლია. კომუნისტების რიტორიკა რაც იყო და ყველაფერი გამოვიარეთ, გამოვიარეთ ჩვენ. ჩვენ ერთი თაობის ხალხი ვართ. არა, ჩვენ ერთი თაობის ხალხი. არ დაუშვებს იმას, რომ ეს გამოვიაროთ.
გამოვლილი გვაქვს, არა, ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს კომუნისტების დროს. ვისაც თქვენ მინატრით, თქვენ რასაც მინატრით. მაგი ჩვენ გამოვიარეთ. და იდენტობაზე არ იყოს ამ შემთხვევაში ევროკავშირი არის მტერი. ევროკავშირი ამ დღეს ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია. რატო ჩაწერეთ მაშინ კონსტიტუციაში ბატონო ჩემო? რატო ჩაწერეთ? მე ჩავწერე. თქვენ ჩაწერეთ ხოცებმა. კი. არა, მე სხვათა შორის არ ვარ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ იცოდეთ. ხო იყავით თელი თქვენი ცხოვრება და იყავით დეპუტატი მათ შორის და ბურჯანაძის პროვინციული პარტიის წევრიც იყავით. მე არასოდეს არ ყოფილვარ ქართული ოცნების პოლიტიკური პარტიის წევრი, თუ მაგას მეუბნებით. ხო, არ ყოფილხართ, მაგრამ ნეტა ყოფილი იყავით, თქვენ რასაც ხადაგებთ და რა საქმესაც თქვენ აკეთებთ. ალბათ არ მიგიშვეს, ახლაც არ მიგიშვეს, თორე სიამოვნებით იქნებოდით. არ მიმიშვეს, რას ნიშნავს? აი ზუსტად რასაც რას ნიშნავს. ნიშნავს? თქვენი ხარ. თქვენ დარჩით აი მარგარიტა სიმონიანის დონეზე. ხო, მარგარიტა სიმონიანის დონეზე. დუგინის დონეზე ვერ მიხვედით და ჟიჯინოვსკის. რეალურად რო ვთქვა, თქვენ სწორედ აი ამ მიმართულებას ებრძვით. ჩვენ ვერდით პრორუსულ ყველას. კი. ეს არის ლევან ბერძენიშვილის პოსტულატი. რა შუაშია ლევან, მე გეუბნებით, ვასიკო მანაგაძე გეუბნა, არა. ევროკავშირს ვიცი ძახის, რომ ჩვენი მტერია და ჩვენ ოჯახს ებრძვის. რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც საბოლოო ჯამში ჟირინოვსკი, დუგინის, სიმონიანი გითხარით. ხო, ზუსტად იმის. თქვენ აი ზუსტად ერთ-ერთი საუბრობ. პირდაპირ გეუბნებით, მაგას იძახის. მაგას იძახის სიმონიანი. ინტერესებს და სიმონიანიო. მეტი არაფერი არგუმენტი არ. არა, თქვენ იძახით ევროკავშირიო, ჩვენი მტერია, ვასიკო. ბატონო ვასილ, თქვენ მეტი არგუმენტი არაფერი. არა, მე პირდაპირ ჩემს არგუმენტებთან იმართებაში, რომ იძახოთ სიმონიანი გვარი. არა, მე პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ პროპაგანდის იარაღი, რომელიც ეხლა შემოვიდა ახალგაზრდობაში, რომ იაღვარი გადმოაფრქვიოს და მე თქვენ გეუბნებით. მე თქვენ გეუბნებით, რომ მეგობრებო, უნდა შევწყვიტოთ კამათი 3 ალამი არის. არა, ახლა და არ მასწრდა, მინდა რომ გითხრათ. გასვია გაცლით ერთ WhatsApp-ზე და 20 წუთი. რა თქმა უნდა, ხოთო დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს, თქვენ ისევ იქნება შანსი რომ მიიღოთ მონაწილეობა. ვისაც სურს რომ განაგრძოს დებატები, გთხოვთ ნომერი 1, ნომერი 4, ნომერი 5. ნომერი 1, გთხოვთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმები მაყურებელს, ბადან გიორგი მოგესალმებით. მე ხა თქვენი სახელობაც რა? ლევანი გორზახი. მინდა დავიწყო იმ საკითხით, რომ ეხლა თქვენ რასაც ლაპარაკობდით რა. 2013 წელს ბიძინა ივანიშვილს აქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათო უმცირესობებიო. ხო და სუსტად ამის გამო მე თვითონ შეცვალეს ეს გადაწყვეტილება და 2017 იყო მგონი ეს ოჯახის სიწმინდის დღე რო დაარსდა 14 თუ არ ვცდებით თუ 15 14-ში დაარსდა ოჯახის სიწმინდის დღე პატრიარქის ინიციატივით 2014-ში ხო ეს იყო 17 მაისი როცა იმართება პრაიდი ხო და მაგ დღეს დაამტყურეს პრაიდი არა მაგას საერთაშორისო თქვია ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ხო და 17 მაისი ანუ ეს ეხლა ხო ჰომოფობიასთან ბრძოლის ხო დიახ კი ხო და ასევე ქართულ ოცნებას აქვს მინაღები ანტიდისკრიმინაციული კანონი და მაყურებელსაც როა უხსნათ ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი ნიშნავს ამათ დაცვას რა ამ LGBT იმას არა ბატონო ლევან არავით არის LGBT ღირებულებებისა და სტანდარტების დაცვას არავით არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს ნუ როგორ არა თვითონ ივანიშვილსაც აქვს თქვამი რომ უნდა ჩვენ უნდა ავდგეთ და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეს არის კანონმდებლობა რომელიც ეხება ადამიანის უმცირესობების ამ შემთხვევაში უფლებების დაცვას. ხო და ეს უმცირესობები გამოდიან LGBT. სულ სხვა არის ის რომ ადამიანი ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი მე მაგას ვიზახია. ანუ ერთნაირ სქესიანია ცხოვრების სტანდარტი ცხოვრები ადამიანები ყოველთვის იყვნენ იქნე არიან და იქნებიან საქართველოში და ყველგან. ამიტომ მათი უფლებები ასევე დასაცავია როგორც ყველა სხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის. შესაძლოა რა პრობლემა გაქვს მაშინ ვერ არავითარი პრობლემა
არა, არავითარი პრობლემა, არავითარი პრობლემა ადამიანის უფლებების დაცვაზე აქ არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, ბატონმა იმაზე ილაპარაკა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში LGBT პრაიდის ჩატარება, თურმე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმაზე საუბარი. LGBT პრაიდის ჩატარება საერთოდ არ ვამხრობ მაგალითად და მაგაში გეთანხმებით, რომ არც სკოლებში არ უნდა მიდიოდეს პროპაგანდა. ეს არის პროპაგანდა. კი ბატონო, მაგაში ეს არის პროპაგანდა და როდესაც ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ ვწვით არა იმ მოვლენას, რომ ადამიანი რაღაცნაირად თავისებური და გამორჩო განსხვავებული სექსუალური ურთიერთობა ადამიანებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, კაცო იყო თავისთვის, მაგრამ ადამიანად ქონოდა პრობლემა. თვითონ პროპაგანდას მეც ვეწინააღმდეგები რა თქმა უნდა. ხო, აი ამაზეა საუბარი და სწორედ მაგაზეა საუბარი ოჯახური ტრადიციული ღირებულებების დამცავ კანონმდებლობაში საუბარი, რომ ანუ არ შეიძლება პროპაგანდის სახე მივცეთ ამ ურთიერთობებს. არ შეიძლება საბავშვო ბაღში, სკოლაში, არ შეიძლება მედიაში, არ შეიძლება ასე ვთქვათ საჯარო სივრცეში ამ ყველაფრის პროპაგანდირება თორე. ხო, მაგრამ უყურეთ თუ როგორი ცხოვრება ცხოვრობს ბატონო ლევან თავის ოთახში იცხოვროს თავის ოთახში როგორც უნდა და თავის ერთო სოციუმში. ჩვენ მე მგონი აბსოლუტურად თანაზიარი ვართ მაგსაკ 2013-ში თუ ივანიშვილმა ესეთი ივანიშვილმა ქართულმა ოცნებამ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, მერე 2014-ში შეცვალა და უშუალოდ 2000-ში არა ოჯახის მერე ხო შემოიდა არა ერთსა ეს შეცვლა არ არის ხო შემოიდანა ეს ოჯახის სიწმინდის დღე ეხლა ისევ რო ადგეს და ან ბატონი ირაკლის ზარქუამ ხვალ შეიცვალოს ორიენტაცია და მოუნდეს რომ გახდეს ტრანსგენდერი ანუ ღმერთმა დაიფაროს ირაკლის ზარქუა ანუ ირაკლისთან მე არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგრამ ეს გამორიცხული ამბავია მაგრამ ნებისმიერი ლიდერმა ეს რო გადაწყვიტოს და მე ისევ ამათ მოუნდეთ და ადგნენ და ისევ ეს კანონი შემოიტანონ რომ ესენი დასაცავი არიან ლევან ბატონო შემიძლია დაგამშვიდოთ რომ თუ ისეთი საოცარი რამ მოხდა რომ რომელიმე ქართული ოცნების წარმომადგენელმა გადაწყვიტა ტრანსგენდერობა მერწმუნეთ არავითარ შემთხვევაში ამის გამო საკანონმდებლო ინიციატივა და თქვენ რატო ხართ დარწმუნებული რომ არ შემოიდანენ არანაირად იმიტომ რომ ეს დაუშვებელია და მიუღებელია არა კონკრეტულად რომელიმე ამ შემთხვევაში თუნდაც დღეს ყოფი ხელისუფლებაში პოლიტიკური ორგანიზაციისათვის არამედ ჩვეულებრივი დიქტატურაა ქვეყანაში და არამედ ეს დიქტატურა არ არის ქვეყანაში არამედ ეს მიუღებელია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის ჩვენს ქვეყანაში და ამიტომაც ეს არის გამორიცხული, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანის ტრანსგენდერიზაცია ცვლიდეს კანონმდებლობას. ნომერი 5, ნომერი 4. თქვენ ნომერი 5. 5 და 4. კი. ნომერი 4. ხო. აბაზურა დრო ბევრი ხო მოკლედ დასვა მკითხავს კი პასუხებ მოკლედ კითხვას აღარ დავსვა იმიტომ რომ ეხლა მე მგონი ჯუარი რომ ეს ვისაუბრ მე მგონი ხო ძალიან გაგვიქცა ეხლა საუბარი ზარქუას ტრანსგენდერობაზე და ასე შემდეგ მე მგონი არ არის ეს რელევანტური იმ საკითხთან იმ დებულებასთანაც ჩვენ წინაშე არის წარდგენილი ხო ანუ რეალურად თქვენ ძახთ რომ ევროკავშირი ხელს უშლის საქართველოს ტრადიციებს ქართულ ტრადიციებს საქართველოს ეროვნულ ასე ვთქვათ იდენტობას ხო კარგი მოდი ეხლა მაგ ჩარჩოში ვისაუბროთ არსებობს მაგალითები აი ეს თემები რომლებიც თქვენ წამოწიეთ წინ ეხლა მე რასაც გისმენთ ეს არის LGBT თემა ეს არის ხო ძირთად სექსუალური უმცირესობების საკითხი რაზეც თქვენ ძალიან შეწუხებული ხართ და ნუ შეიძლება გაიგოს კიდეც ბევრმა ადამიანმა თქვენს არ არის ეს თემა წუხილის საგანი ჩემთვის ეს თემა არის საფრთხის მატარებელი არ არის გიპასუხებთ ჩემთვის ეს თემა ყველაფერი იმის ფონზე რაც ხდება დასავლეთში თუ შეიძლება გიპასუხოთ ჩემთვის ეს თემა არის რა თქმა უნდა არა სასიამოვნო, რა თქმა უნდა, ცალსახად. რბილად რო. არა, ცალსახად ესე, არა სასიამოვნო. ამ თემას ჭირდება რეგულირება, როგორც ჭირდება ყველა სხვა თემას. მაგრამ თქვენ დებულება თვითონ შინაარსს ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება ევროკავშირში. ანუ ჩვენ გვაქვს პოლონეთის მაგალითი, ჩვენ გვაქვს ხორვატიის მაგალითი, სადაც მაგალითად ხორვატიაში ჩატარდა რეფერენდუმი. უნდათ თუ არა ერთხესიანთა ქორწინების დაკანონება ხორვატიის მოქალაქეებს. რაზეც პასუხი იყო ხორვატიის მოსახლეობის რომ არ სურდათ, შესაბამისად ევროკავშირის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა მათ რომ ეს რაღაც კანონმდებლობაში ეს ჩანაწერი მოდი ნუ გავიქცევით
წინ ერთ პატარა ფრაზას გეტყვი, მაშინ იმის ასე ვთქვათ, სრულ საპირისპირო არგუმენტად რაც ახლა თქვი, რომ ევროკავშირი არანაირად არ აიძულებს არავითარ საკანონმდებლო ინიციატივებთან მიმართებაში და ეს ნარატივი დიდი ხანია ეს ჩვენ გვესმის რა, რომ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს LGBT თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობთ, აი წინა იმას შეგვიძლია წინა საუბარს მიუბრუნდე. ზურა, ნახე, არა, ფორმატში მაინტერესებს უბრალოდ თავაზურს. ზუსტად ორი სიტყვით გეტყვი. როდის იყო შარშან ნოემბერში. ევრო სასამართლომ, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად იმისა, რომელიმე ევროკავშირის წევრი ქვეყანა ეთახმება თუ არ ეთახმება ერთნაირ სქესიანთა ქორწინებებს. აკანონებს თუ არ აკანონებს მათ. მე ვიცი რა кейსიც საუბრობ. არა кейსი არა გადაწყვეტილებაზე ვახარებ. ეს იყო კონკრეტული кейსი, რომელიც ორ პოლონელ ადამიანს რომელიც დაქორწინდა გერმანიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პოლონეთის კანონმდებლობით ეს ადამიანები ოფიციალურად დაქორწინებულად ითვლებოდნენ. ანუ შეიძლება რაღაცა ზედაპირ არა, სწორი ინტერპრეტაცია რანაირად არის. ანუ გერმანიაში სადაც ეს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება არის დაშვებული, ორი ადამიანი წავიდა გერმანიაში დაქორწინდა, პოლონეთში ეს არ არის მიღებული, პოლონეთში არ არის დაქორწინებული. არ დაავალდებულეს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მე ძალიან კარგად წაკითხული ზუსტი кейსი გითხრათ, თქვენ ეს кейსი არ გითქვამთ ჩემს თქვენ სასამართლო დაავალდებულეს, საიდან წამოვიდა ეს თემა თქვენ მაგაზე გერმანიაში კი ბატონო და სასამართლომ დაავალდებულა პოლონეთი, რომ აღიაროს მათი ქორწინება. აღიაროს უცხო ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში. რომ აღიაროს მათი ქორწინება და არა ჩაწეროს კანონმდებლობაში, რომ პოლონეთში შეიძლება ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინება. ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ პოლონეთის კანონმდებლობაში ევროკავშირის სასამართლო არ ჩარევია. პოლონეთის კანონმდებლობა თანაბრეს იმ უფლებებში ჯამთელ ოჯახს, რომელიც ევროკავშირის სასამართლომ დააკისრა პოლონეთის ვალდებულება, რომ პატივისცეს გერმანულ კანონმდებლობას. ეს ვერ ერთად საუბრობთ, ალბათ არც ისმის ახლა ჩვენი საუბარი. არანაირი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. არა. ნახეთ, ძალიან მარტივად იქნება. დაბრუნდნენ ის ადამიანები ევროკავშირის და გადასცა მათ ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტუსკი დახვდა თვითონ და გადასცა. კი, ორად დონალდ ტუსკი. კი ბატონო, და გადასცა მათ ოჯახის ეს ფაქტობრივად არასწორია. ოჯახი და იმისათვის რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ჰარმონია. თქვენ იძახით რომ ქვეყნის კანონმდებლობაში არა, ძალიან კარგი. თქვენ იძახით რომ ქვეყნის კანონმდებლობაში ახალგაზრდა მეგობარო. როდესაც დებატობ და როდესაც ცდილობ რაღაცა პოსტულატი დაადასტურო მტკიცებულებით. თქვენ არ მისმით. მე და მაგიტო არ გესმით, რას გეუბნები. უნდა მოიყვანოს სწორი ფაქტები. სწორი ფაქტები მომყავს. სწორი ფაქტი არის, სწორი ფაქტი არის იმაში, რომ არა, ნუ გადავალთ ესეთ საუბარში, თუ შეიძლება ფაქტი სწორია თუ არასწორი, არ მისმენთ რომ დავამთავრო. ახლა შეგვიძლია ესე ვილაპარაკოთ ორ ხმაში ძალიან დიდი ხანია არ მაქვს პრობლემა. შემიძლია გავაკეთოთ ორი ადამიანი იქ დაქორწინდა გერმანიაში. სასამართლომ ეს ქორწინება აღიარა და მე აღიარა გერმანული ქორწინება არ დაავალდებულა პოლონეთი, რომ ერთნაირ სქესიანთა ადამიანებს ქორწინება შეეტანა საკუთარ კანონმდებლობაში. ეს არის თუ ესე? ანუ ჩაერია თუ არა პოლონეთი ამ ქვეყნების პოლონეთი კი ჩაერია. ევროსასამართლო ჩაერია თუ არა პოლონეთის კანონმდებლობაში? რანაირად ჩაერია პოლონეთი? არანაირად არ გადაუხევია. ეს ერთნაირ სქესიან ქორწინებებს ის არ აღიარებს და მან კიდე დაავალდებულა პოლონეთი აღიაროს ეს ქორწინება. აღიაროს. არა, აუცილებელია პოლონეთში. მიხვიდე და ვერ დაიწერ. პოლონეთში ორი ადამიანი დაქორწინდება. მეგობრებო, უნდა შეგაწყვეტინოთ დამათი თუ შეიძლება სამი ალამი არის აღმართული ბატონო. ნომერი 2 და 5. კი ბატონო, შეგვიძლია? კეთილი მეორე დებულებაზე რახან გადავედით, ჯერ გავიხსენოთ იმას, რომ fragile state index-ი ქვია იმ ორგანიზაციას, რომელზეც მეკითხებოდით, რაც ნიშნავს, რომ არამდგრადი ქვეყნების ინდექსი, ესე იგი, რამდენად სუვერენულები არიან ან არ არიან. მე მაქვს რამდენიმე კონკრეტული სამწუხარო ინფორმაცია. მოდით ახლა გადავიდეთ. თქვენ 20 წუთი ლაპარაკეთ. არა, ეხლა სხვა საკითხზე გადავდივართ. ჩემს ნახეთ, თქვენ ხართ უპირატესობაში. გიორგი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც მე გიორგი. ამდენჯერ უნდა გაგხსნათ. ნახეთ, თქვენ უფრო მეტი ბატონო გიორგი, ნახეთ, ასევე გიორგი თქვენ. 20 წუთი თქვენ ჩემზე მეტი დრო გაქვთ. აი ამ ფორმატიდან
მოდი ხა მე ვისაუბრე. მივიხე 30 რომ ელაპარაკა, ჩემზე მეტი დრო გექნებათ. ჯერ მოდი დავასრულებ. ნახეთ. თქვენ იმის აბსურდების ორიენტელი თქვენ რო შემოთავაზეთ, ამიტომ არის ძულებული მე რომ 20 წუთი ვესაუბრო იმაზე, რომ აგიხსნათ რამდენად არასწორია თქვენი შეხედულება. მოდით ახლა არ გაიქცეთ თემას, გადავიდეთ იმაზე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მე რა შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თუნდაც ხვებთან აი ამ საკითხს, რომელზეც გასაგებთ გასაცემი. მოკლედ პასუხი ეს არის დებატები, ამიტომ შესაბამისად რასაც ჩასვლით რომ გაიგებთ უკვე შეგიძლიათ მე ჩამოწროთ. მოდი ახლა თქვენ თავიდანვე აღნიშნეთ. თავიდანვე მოდი ესეთ რამე აღნიშნოთ. მე აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელია ის LGBT პოლიტიკის დღის წესრიგი, რომელიც ცალკეული ქვეყნების და ასევე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ტარდება იმ ქვეყნებში და ტარდებოდა ჩვენ ქვეყანაში, მათ შორის ეს აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელია. უამრავი პრობლემა არის იქ, რასაც მე პრობლემად ხედავ და არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის, დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ დავკარგავთ რაიმე ისეთ ღირებულებებს. დღევანდელ სამყაროში ჩვენ კანონი ვერაფერს ვერ დავკარგავთ. ვერც ევროკავშირში კი არა, საბჭოთა კავშირში ვიყავით და არაფერი არ დავიკარგია ის, რაც ქართული ქონდა. ჩვენ ვაკარგინებდნენ. რატო გვებრძვიან ამ კანონზე? ჩვენ ვაკარგინებდნენ. თქვენ გაქვთ პასუხი აუცილებლად გადავალ. რატომ გვებრძვიან ამ კანონის მიმართულებით? აბსოლუტურად. რატომ ცდილობენ სრულიად შეცდომაში შეკავთ ადამიანები, როდესაც ჩვენ კანონში ხო მეტი არაფერი არ წერია. აი ამ კანონის, რომელზეც ახლა საუბრობთ, მიხედვით ჯერ ერთი ასწავლოს ვასწავლოთ, არც ერთი ბავშვის უფლება ამ კანონის მიხედვით ჯერ დაცული არ ყოფილა. ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სამართლიანად უწოდა რუსული კანონი, სინამდვილეში რატომ არის ეს რუსული კანონი? არ დასჭირდა, არც ერთი ახალი სქემა არ გამოაშკარავდა საქართველოში რაღაცა დროაზე რაღაც ღირებულებების რომელიც პატარა ბავშვმა სკოლის მოსწავლისთვის ადვილი გასაკვირია. არ შექმნილა ეს კანონი, მინდა გითხრათ თქვენ კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ დროამ რაც გააკეთა, მაგას საერთოდ დავალებთ ამას თავი. რომელიც გამჭვირვალობას ეხება პირველ რიგში ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში რატო ებრძვის ჩემს ქვეყანაში ოჯახური ტრადიციების წინააღმდეგება, ქართული ოსმალეთის პარტიულ ინტერესებს, პასუხი არ მოისმინა. აი, ქართული ოცნება გასაგებია, ებრძვის მოისმინოთ პასუხი. რატო ებრძვის იუკნევიჩიენე საქართველოში ტრადიციული ღირებულება არა საქართველოში ამაზე მოსმენა რო არ შეგიძლიათ ბატონო გიორგი არ გაქვთ პასუხი რას ვეღარ გეკითხები მოისმინოთ კი ბატონო გავიგებთ თქვენი მოსაზრება აბსოლუტურად მარტივ კითხვას გებზი ახლა გადავიდეთ მეორე საკითხზე რატო ებრძვის იუკნევიჩიენე რატო ებრძვის თქვენ თვითონ თქვით რომ ევროპული მომავალია იცით რატო ებრძვის იუკნევიჩიენე რომელ ევროპულ მომავალზე საუბრობთ ეგ დაგიდასტურებიათ ევროკავშირში არიან ისეთი ადამიანები ღირებულებებით არის ცხოვრეს საქართველოს იქნება მანქურთის მართვა ძალიან ადვილია. ქართული ოცნება, რომელიც მანქურთი არის საუკეთესო მონა. ისეთივე მონა, როგორებიც არიან ამ შემთხვევაში, უპრეტენზიო მონები. რომლებიც ისე შეასრულებენ ყველანაირ დავალებას, როგორც რაღაცა შემოგვიმა ზაფხული, აი ამიტომ ეგრე კი არა. ამაზე გაცილებით მეჯერ ქართული ოცნება ისulis ფერს, რომ ერთ დღეს გამოხდება დისკრიმინაციის კანონს მიიღება, მოდი ამ კანონზე ვისაუბროთ. კანონი, რომელიც აბსოლუტურად არღვევს სამართლიანობის წესებს. ეს არის კანონი, რომელსაც საპატრიარქოს ეწინააღმდეგებოდა. თელი მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. ეხლა რატო არ ეწინააღმდეგებთ? იმიტომ რომ არ ჯდება თქვენს იმაში, რა ქვია, თქვენი არგუმენტის თუ ეწინააღმდეგებით, მაშინ ადამიანმა აბსოლუტურად სწორად ითხრა წეღან ადამიანმა, რომ აი ამ გავაუქმებ ხო და ამაშია საქმე. მაგრამ ეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა LGBT პროპაგანდას არ ნიშნავს. ეს ანტიდისკრიმინაცია არასწორია. ამ კანონის მიხედვით, იმიტომ რომ ვიღაცა ერთ ესპეციალ ასე თქვა ადამიანი ვიღაცას მაგის სექსუალური ორიენტაციის გამო რომ გაჩაგრავს, ეს არის დანაშაულო და ისო დაისაჯოს. ამას არეგულირებს ეს კანონმდებლობა. თქვენთან მოდი სახელმწიფო და ევროპა ძალიან ბევრი ისეთი პოსტულატი, რომელიც არის ჩვენთვის ეს ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში შემოვიდა და თქვენი ბინის ხირაობა უნდა და არის მაგალითად რუსი პუტინის სურათების მქონე ადამიანი, ან არის დაუშვათ ტრანსგენდერი, ან ნებისმიერი მახასიათებლების მქონე ადამიანი, ეს კანონი გეუბნებათ, რომ თუ თქვენი სურვილია ეს ადამიანი არ მიიღოთ თქვენ სახლში, მაგ შემთხვევაში თქვენ კანონი დაგჭით. ამ კანონის მიხედვით ყოფახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს შეიძლება ეს კანონი კატეგორიულად მიუღებელი სამსახურში აყვანა რო არის აუცილებელი რუსებს უარი უთხრეს
იმის მიქირავებაზე. ამდენად უსამართლო და არასწორი კანონი არის. ჩემი საქმე მე ჩემი მივაქირავებ. ზუსტად მაგაშია საქმე. და ამის საწინააღმდეგო სისულელებს ყვილებს ნუ ახსელებს. უზრდელობაში ნუ გადახვას, ჩემზე გაცილებით დასაკვირველი პიროვნება ბრძანდებით. თმაც თეთრი გაქვთ, ამიტომ ზრდილობა შეინარჩუნეთ და ეთიკურად ისაუბროთ. საზოგადოებას ნუ ამ შემთხვევაში თქვენ თავს მოსწრებთ ჩიქს პირველ რიგში. მე არანაირი ამით. თორმე ვიღაცას უარობდა სახლის დაქირავება, მას რაღაც კანონმდებლობით დაჟიან. არ შეიძლება საზოგადოებას ეცით პატივი გამოიჩინეთ ეთიკა, ოდნავ გამოიჩინეთ ეთიკა. მე რამდენი ხაკეთი ქართული წესები უზრდელობა არის, ძველი დრო რო იყოს და შუა საუკუნეებში ქართული ადაწესები რომ მოქმედებდეს და არა კანონი. ეხლა მაგის გამო არ ვიცი, თქვენ გვერდზე ადამიანის სიარული უბრალოდ გაუწყდებოდა ქართულად თქვა. არავითარი ქართული ღირებულებების მატარებელი თქვენ არ გზანდებით. იმიტომ რომ რასაც ამბობთ, რასაც აკეთებთ, ყველა შემთხვევაში ეწინააღმდეგებით ქართულ ღირებულებებს. აი ეს კანონი ბავშვების ვითომ დაცვისთვის რომ მოიგონოს სინამდვილეში. როდესაც ქართული ოცნება შეიძლება ჩვენ მართლა ესეთი კანონი გვექნება, რომელიც მართლა იცავს ოჯახურ ღირებულებებს, რომელიც ერთი პოსტულატი მითხარით, ამ ქვეყანაში სადაც მიიღეს კანონი, რომელიც ოჯახური ღირებულებების შემთხვევაზეც კი დიახ. აუკრძალეთ ბავშვების პროპაგანდირება, როგორ იყო მაგალითად კონსტიტუციაში აკრძალული ხალისა და კაცის გარეშე სხვა სქესის ერთსქესიანების ერთსქესიანების ქორწილება აკრძალული? ქორწილების აკრძალვა სხვა და პროპაგანდირების აკრძალვა სხვა. და იგივე კანონზე ვსაუბრობთ ახლა. ეხლა ნახეთ, არა. რას ვერ ხვდებით? ნახეთ თქვენ ერთი მარტივი რაღაცა აშენებიათ გაიარეთ. როდესაც საუბრობთ კანონზე, უნდა იცოდეთ, რომ კანონი შედგება რამდენიმე მუხლისგან. ერთმანეთში ურევს. თქვენ შეიძლება ჟურნალისტიკიდან მოდიხართ და არ გაქვთ იურიდიული განათლება, მაგრამ ეს ურევს იმას, რომ პროპაგანდა არ შეიძლება საზოგადოებაში. აზრი არ გქონდეთ, რომ კანონი არა ერთი მუხლისგან, არამედ მრავალი მუხლისგან შედგება, რომელთაგან პრობლემული მუხლებიც გვაქვს და არის მუხლები, რომელსაც ვერ გახდები აბსოლუტურად. დაამთავრეთ, აბსოლუტურად ერთმანეთში აზრელი. მესამე დებულება, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური რისკები დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ რეგიონში, რომელშიც ვიმყოფებით და ის გარკვეულწილად უსაფრთხოების ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელიც ტრადიციულად ძალიან დიდი ხანია დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. და რეალურად რომ ვთქვათ, ის ორმაგი სტანდარტები, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიმართებაში არაერთხელ ვიხილეთ და სამწუხაროდ რის გამო ძალიან ბევრჯერ დავზარალდით. რეალურად რომ ვთქვათ, ეს არის ამ შემთხვევაში არა ევროინტეგრაციის, არამედ უფრო მეტად ევროატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში პრობლემა. და მე მგონი დღეს უკვე იმ რეალობებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, თუნდაც იგივე უკრაინაში, ძალიან ბევრ ადამიანს აეხილა თვალი მასთან დაკავშირებით, რამდენად რეალური არის იგივე თუნდაც ევროატლანტიკური მიმართულების სტოლტოლვა და სწრაფვა. ესეც კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა ამ შემთხვევაში ევროინტეგრაციის კუთხით. კეთილი. ვისურს მონაწილეობის მიღება გთხოვთ, რომ აღმართო დავო. ნომერი 1, ნომერი 2, ნომერი 4, ნომერი 5. ნომერი 2. მეორის მესამე საკითხი არის სამხედრო უსაფრთხოების საკითხი, ხო? თუ შეიძლება რომ ვითხრათ ერთი სახელმწიფო, ვისაც უსაფრთხოების პრობლემა შეექმნა ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად. ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად არა, ევროკავშირში გაწევრიანების კი არა, ამ შემთხვევაში ევროატლანტიკური მიმართულებით, ნატოში გაწევრიანების მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. ნატომ განაცხადა ჩემო კარგო ევროკავშირზე არის საუბარი. არა, ვსაუბრობთ ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაახლოებით პარალელური რეჟიმები. აბა ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მიმართულებით ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის რეალურად დასრულებული თემა და ეს უნდა დავინახოთ. მეტი არაფერი. თორე ევროკავშირში გეთანხმებით ქართული როცების პერიოდში დასრულებული თემა. არა, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში თქვენ დროსაც დასრულებული იყო ეს ყველაფერი. 14 წელი გამოვიდა. კი, 2008 წლის ომის შემდეგ თეორიული შანსებიც კი დასრულდა იმისა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანდეს, თუნდაც იქიდან ვინ გააჩერა რუსეთი 2008 წელს თბილისში შემოსვლისგან? ოიმე, ვინ გააჩერა? როგორ ფიქრობთ, ვინ გააჩერა? გეკითხებით. თვითმფრინავმა, რომელმაც პამპერსები და წყალი ჩამოგიტანა, იმ თვითმფრინავის შიშმა გააჩერა? არა, მე გეტყვით ვინ გააჩერა. გინდა იცოდეთ?
კარგი, მაშინ რაღაც 2 წუთი უნდა მოვისმინოთ. ნახეთ როგორი სიტუაცია, მაშინ დიდაქტიკური თემა არა, დიდაქტიკური მე გეტყვით, მე ზუსტად თუ გინდათ იმასაც გეტყვით. სად მომიყვნენ ზუსტად აი ეს ამბავი 2008 წლის ნოემბრის ბოლო, არა, მაპატე დეკემბრის ბოლოს ვიყავი შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში და ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა. და ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთ-ერთი სპეციალისტი, უფრო ზუსტად ექსპერტი, ახლო აღმოსავლეთის და საქართველოს მიმართულების, რომელიც თეთრ სახლს მუშაობდა, მან ძალიან პირად საუბარში მოყვა ძალიან მარტივი სქემა და იმასთან დაკავშირებით ძალიან პირდაპირ ვკითხე, რატო გადაუხვიეს ორჭოსანში რატო გადაუხვიეს რუსულმა ძალებმა იმ 12 თუ 13 აგვისტოს მე კიდევ ვკითხე, იმიტომ რომ ნუ პრაქტიკულად ეს ყველაფერი ძალიან ცხელი იყო 2008 წლის წარმოიდგინე ეს მოკლედ თუ შეიძლება რა. ხო, მოკლედ გიყვები. იყო ძალიან მარტივი ნათქვამი რა. მაშინ როგორც გახსოვთო, უბრალოდ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ანუ ამერიკაში იყო საპრეზიდენტო არჩევნები. იყო გახურებული საპრეზიდენტო არჩევნები ობამასა და იქეთიდან მაკეინი იყო რესპუბლიკელების კანდიდატი. მაკეინი სულ აგებდა ამ პროცესს ობამასთან. შესაბამისად, ანუ საარჩევნო კამპანიას. და როდესაც მოხდა 8 აგვისტოს თემა, როდესაც საქართველოში შემოიჭრა რუსული ჯარები, როდესაც მოხდა პრაქტიკულად ქვეყნის ოკუპაცია და ნუ ძალადობა, ხო, რაც ავღანეთის შემდეგ არ მომხდარა იდეაში, ხო, ესე პირდაპირ დამოუკიდებელ ქვეყანაში შეჭრა რუსეთის მხრიდან, აი მაშინ ეს ყველაფერი პოლიტიკურად ძალიან კარგად გამოიყენა რესპუბლიკურმა პარტიამ და უპირველესად მაშინ მაკეინმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, დღეს ჩვენ ყველანი ვართ ქართველები, გახსოვთ ალბათ ეს, ხო? და მოხდა ისეთი რამ, რომ ჰედლაინებში ამ თემის გავრცელებამ გამოიწვია რესპუბლიკური პარტიის და კონკრეტულად მისი კანდიდატის 4 თუ 5 პუნქტით გასწრება ობამასთვის, რომელიც ამ შემთხვევაში მთლიანად შიდა ეკონომიკურ პოლიტიკურ საკითხებზე იყო ორიენტირებული თავის საარჩევნო კამპანიით. და უეცრად ქორი მაკეინი აღმოჩნდა წინა ფლანგზე. ეს ყველაფერი იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა ამერიკული ისტებლიშმენტისთვის, ამ შემთხვევაში რესპუბლიკელებისათვის, რომ ამ თემას ძალიან კარგად იყენებდნენ ის რამდენიმე დღე. შესაბამისად მოხდა ისე, რომ ეს რომ გაგრძელებულიყო ამ შემთხვევაში პირდაპირ პროპორციულად გეუბნებით, ეს რომ და ესე ვიც მithnes, ეს რომ გაგრძელებულიყო კიდე რამდენიმე კვირა, ხო? ან თუნდაც საქართველოში შემოჭრილიყვნენ რუსები. დაემხოთ იმდროინდელი ხელისუფლება, გამოქცეულიყო სააკაშვილი და მაკეინთან ერთად ჩაეტარებინა არჩევნები, ესეც კი მისაღები იყო. ამ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიისთვის. მაგრამ ამ ყველაფრის შემხედვარი არ ეძინა დემოკრატიულ პარტიაში, რომლებმაც ჩაიტანეს მოსკოვში. აი სწორედ ის ყვითელი ღილაკი, ყვითელი ესეთი ჩარჩოთი და წითელი ღილაკით. გადატვირთვის ეგრეთ წოდებული პერეზაგრუსკის ღილაკი. გახსოვთ მე ჰილარი კლინტონი და ლავროვი რო საუბრობდნენ. და იყო ზუსტად საუბარი, რომ თქვენ რა გინდათ? თქვენ გინდათ რომ ომი ვინ გააჩერა ერთის გადავიდით. თქვენ გინდათ რომ მაკეინმა მოიგოს ომი? უბრალოდ მაკეინმა მოიგოს არჩევნები. თქვენ გინდათ რომ ქორმა მაკეინმა, რომელიც მზად არის ყველანაირად გაართულოს თქვენთან ურთიერთობები, გინდათ რომ ამან მოიგოს ომი, არჩევნები? მაშინ გააგრძელეთ ეს ომი. მაგრამ თუ გინდათ რომ მაკეინმა ამერიკამ გააჩერა რეალურად ესე იგი. დემოკრატებმა გააჩერეს რომ რუსეთი მიიღებს უამრავ პოზიტიურ პროცესს, უამრავ წინსვლას, ეკონომიკურს, საინვესტიციო თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით. ამერიკამ გააჩერა, მოკლედ ეგ არის, ასეთი ეგ არის მოკლედ. რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილების ხარჯზე. და შესაბამისად მოხდა ჩვენი ინტერესების დაკმაყოფილება მათ შემთხვევაში. ჩვენი ინტერესების დაკმაყოფილება. ომის გაჩერების ნაწილი. ჩვენი ინტერესების აბსოლუტურად სათავისოდ გამოყენების თვალსაზრისით. ნუ რა თქმა უნდა, დემოკრატებმა კარგით, აბა რა ვთავაზობთ? ეხლა ამ უსაფრთხოების საწავლით. ახსოვდა საქართველოს ინტერესები მათ. სად უნდა შევიდეთ? ვინ არის მოკავშირეები? სად უნდა შეხვიდეთ? რატომ უნდა შეხვიდეთ? ჯერ ესეთი ვინსად გეპატიჟებათ, რომ შეხვიდეთ? ნატოსთან დაკავშირებით გამოვიდა თავად შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა და თქვა, ნატო არსებს სანამ არსებობს. ევროკავშირზე საუბრობთ, თქვენ ნატოზე ჩაიხვიდეთ. დღემდე. დღესაც და მომავალშიც ეს ნატო თუ იარსებებს და უსაფრთხოების ქოლგა დასავლეთის თუ იარსებებს ნატოს სახით, იქ ვინ შევიდეს, გამოვიდეს, გადავიდეს და გადმოვიდეს, გადაწყეთს ამერიკის შეერთებული შტატები. სანამ ეს იარ, თუ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იქნება ნატოში, ეს ორგანიზაციაც აღარ იარსებებს. რომელთანაც ჩვენ დავკარგეთ სტრატეგიული პარტნიორობა და ამიტომ ძალიან შემცირდა ამის შანსი. იმედი მაქვს, რომ მაგას ძალიან მალე გავარებულით, მაგასაც კიდე თავისი არგუმენტი აქვს და მაგასაც აღიხსნით, რატომ არის ეს თქვა დაპაუზებული ეს ურთიერთობა. მადლობა. ნომერი 1 ნომერი 4, ნომერი 5. ნომერი 1. ხოლმე. პირველ რიგში ეხლა წინაზე რაც ისაუბრეთ, იმაში ვერ დაგეთანხმებით.
მაგრამ ეს რაში კონკრეტულად? ბევრ რამე ვისაუბრე. რაში და იმაში რომ ბოლოს მაინც საბოლოოდ იმას რამდენ მივედით რომ ამერიკამ გააჭირა ომი და თქვენ ახლა ისეთი რაღაცა თვით რომ ამერიკის არჩევნები მოიგო საქართველოსი ნუ ვინ მოიგო ვერ მოიგო. მაკეინს უნდა და ამით მოიგო. საქართველოსი უნდა და რომ ნუ აი ძალიან სერიოზული წინაპირობა იყო, იმიტომ რომ პოზიტიურად იმოქმედა ომმა საქართველოში რუსეთის შემოჭრამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაკეინის სასარგებლოდ. და სანამ ეს ჰედლაინების პირველ გვერდებზე საინფორმაციო CNN და NBC სანამ დაიწყებდნენ რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და არის ომი და ეს არის მთავარი თემა ამერიკელებისთვისაც ხო მათი ცხოვრების ნომერ პირველი თემა რომელიც უნდა იფიქრონ და იაზროვნონ აი ეს ყველაფერი პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა მაკენისათვის და მე მგონი ამაში საკამათო არაფერი არ არის შესაბამისად ამის გაგრძელება ძალიან იმიტომ რომ მხოლოდ მაკენში 6 პუნქტით გაიზარდა მეტი არაფერი შესაბამისად ამის გაგრძელება უნდოდა და რომ წარმოიდგინეთ და სააკაშვილიც კი ყვებოდა ნახეთ გაგახსენებთ ერთ ნიუანს. ბუშს რო ველაპარაკეო, გახსოვს? ბუშს რო ველაპარაკეო. და ბუშკა სარკოზის ელაპარაკა. და სარკოზიმ უთხრა რომ მეო ეხაო ბუშსო ველაპარაკეო, რომ საქართველოში უნდა ჩავფრინდეო ეს მოლაპარაკებების თემებზე რა და ბუშმა მითხრა, არა, წამში დავამთავრებ. ბუშმა მითხრა რომ სად მიფრინაო ბიჭო, იქ რუსები შედიანო უკვე აეროდრომზეო, მაგრამ ვერ დაждდებიო იმ აეროპორტშიო. სად მიფრინდიხარო უკვე რუსები იღებენ თბილისო. ანუ თბილისის აღებაც ამერიკელი რესპუბლიკელებისათვის უკვე მისაღები თემა იყო. იმიტომ რომ სააკაშვილი უნდა გაქცეულიყო, ამოეყენებინათ გვერდზე როგორც ჩაგრული, გამოქცეული პრეზიდენტი, მომგებიანი. ბატონო, მაგრამ ხო არ მოხდა ეგრე? არა, არ მოხდა, იმიტომ რომ ჩამოვიდნენ პრეზიდენტები, ევროპის პრეზიდენტები, იყო საფრანგეთის, იტალიის, არა, ვერ გააჭირის, აბა ხა პრეზიდენტები რო აქ თბილისში აქციაზე დგანან და ეს რო 21 წლისო. ეს რო აქ დაებომბათ აქციაზე 10 ქვეყნი, 10 ქვეყნი, რას ქვია მახსოვს ვიცი. რანაირად გახსოვს? არა, რას ქვია მახსოვს, ანუ არ მახსოვს, მაგრამ ვიცი. გახსოვს თბილისში რო ვიზეიმეთ გამარჯვება. მე არაფერი არ მიზეიმი. სარკოს რო ვიცი. არაფერი არ მიზეიმი. შენ არ გიზეიმია, გათუ ქვეყანამ აზეიმა სააკაშვილმა შენ. ხო და სააკაშვილს ვინიცავს კაცო სააკაშვილს შუაშია. არა, შენ ამობრო, ჩამოვიდა. მე ვაფშე სხვა რაღაცის გვამინდოდა და მასალეთ ერთად თქო, ჩამოვიდნენ და ზუსტად იმან გადაარჩინა. ხო, იმან გადაგვარჩინა ზუსტად რომ ევროპის ლიდერები ჩამოვიდნენ. თვითონ არ უთხოვთ ჩვენს ქვეყანაში და ზუსტად მაგიტო ეს ნიშნავდა ევროპაზე ომის გამოცხადებას და ზუსტად მაგიტო დაიხიეს უკან. და ისეთ რაღაცებს მართებაში რაც ხა შენამდე იყო. ხო და არ გამოსწრება ქონე რაღაცა ყველაფერი ნანახი რო გქთ იმ ადამიანს. ხო და ეხა ერთ ამ თავდაცვის საკითხთან თავდაცვის საქართველოში ჩამოსვლით თბილისის თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით გეტყვით პატარა რაღაც. თუ ეს ომი გაგრძელდება, მოიგებენ რესპუბლიკელები. გინდათ? არა, არ გვინდაო. მაშინ როგორც კი დამთავრდა ომი ერთ კვირაში. ჩავიდა ჰილარი კლინტონი მოსკოვში და ასე დაუჭირა ხელში ეს ყვითელი გადატვირთვის რაღაცა ღილაკი და გადატვირთეს ურთიერთობა. კი ბატონო, გასაგებ უბრალოდ მაცალეთ რუსის კომიტეტად მე არ მოგახერხებ. ერთი არ დაუწესებიათ რომ. იმიტომ რომ სხვა იქნება მე. კი ბატონო, ისმენ მაპატი. ამ თავდაცვის საკითხ, რასაც ძირითადად ეს თემა ეხებოდა, ეხა ეს მესამე თემა და რაც თქვით. საქართველოში ეხლა, აღონ მასალით ლაპარაკი ძალიან გთხოვთ. საქართველოში ეხლა მშვიდობა იმიტომ კი არ არის, რომ ივანიშვილმა ან ვიღაცამ კობახიძემ ამ სხვა მთავრობის მწერმა რაღაცა დაალაგა რუსეთთან დიპლომატიურად ან რამე. ეს არის აბსოლუტურად მონური პოლიტიკის დამსახურება. მაინც ერთი არგუმენტი მითხარი, რატო ვარ მონურგანურობაში? აბა აგერ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხალხს, ქართველ ხალხს, რომელსაც ზოგს დედა, ზოგს მამა, ზოგს ბებია, ბაბუა, რა ვიცი, ზოგს შვილი გაუპატიურეს ან მოუკლეს ან მათი თავებით ფეხბურთი ითამაშებს, ასეთ ხალხს თხოვს ბოდიშის მოხდას იმ ხალხზე, რომელიც ამას აკეთებდა. სეპარატისტებზე თხოვს და ოკუპანტებზე თხოვს ბოდიშის მოხდას. ხო და ვინდა ივანიშვილი თქვენ არიცით ეს რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთო, გამოვიდა წინა საარჩევნოდ 2022 წელს. რა თქმა უნდა, ესე თქვა. ჩვენ მე არ ვეთანხმები მაგას რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, მაგრამ ივანიშვილმა თქვა ესე. არა, აგერ დამიდასტურებია. არა, ლევან, არასწორად გაგებული. აი ნახე. აი შენ ივანიშვილმა თქვა რომ ძალიან ბევრი შეცდომა 90-იან წლებში. ხო, მაგრამ მივუდგეთ დიპლომატიურად, მივუდგეთ ერთად მაგას. 90-იან წლების დასაწყისში და უფრო ადრეც, იმიტომ რომ კონფლიქტი სამაჩაბლოში და ცხინვალის რეგიონში ცოტა ადრეც იყო. 99-ში დაიწყო თუ არ ვთქვი 90-იანების დასაწყისში. აი მაშინ იყო ძალიან ბევრი შეცდომაო დაშვებული ამ კაცმა თქვა.
კი ბატონო, იყო ქართული მხრიდანაც შეცდომა და იქიდანაც ხო და ეს ცალმხრივი ბოდიშის მოხდა ის არ არის ბოდიშის მოხდა, ამიტომ ბოდიშის მოხდა ერთმანეთისთვის. არა ძალიან კი ბატონო, ერთმანეთისთვის არა, ბოდიშის მოხდა არა დიპლომატიურად. კი, ვიღაცამ ხომ უნდა გადადგას ნაბიჯი. არ იქნება ცუდით რომ გადავდგამთ იმ ნაბიჯს რომ უბრალოდ ადამიანებს შორის. უნდა შევწყვიტოთ მეგობრებო, სამი ალამია კვლავ. ადამიანებს შორის სხვანაირად ვერ აღდგება ლევან თუ რაღაცა სადღაც ნულიდან არ დაიწყე და ბოდიში არ მოუხადე თუნდაც იმაზე რაც შენ ჩაიდინე ნომერი 2 ნომერი 4 დიახ ნომერი 4 მოგესალმებით. კიდევ გამარჯობა ზურა. ესეთი კითხვა მაქვს მაშინ თქვენთან. თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთის აგრესია მეზობელ ქვეყნებთან მიმართება საქართველოსთან, უკრაინასთან გამოწვეულია მისი თავდაცვის პოლიტიკიდან და ნატოს გაფართოების პოლიტიკასთან არის შესაბამისობაში? სიმართლე გითხრა, ხა რუსეთის მაღალჩინოსნების მაგივრად საუბარი, ეხლა მე რატო უნდა კონდეს ამის სურვილი არ ვიცი, მაგრამ რეალურად არა, რეალურად ნახე, მე ვფიქრობ, რომ თუნდაც იგივე უკრაინასთან მიმართებაში რუსულ აგრესიას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ეს არის რუსეთის დიდი სურვილი ახალი ტერიტორიების დაპყრობის და ამ შემთხვევაში იმითი გამართლების, რომ ეს არის რაღაცა რუსულენოვანი მოსახლეობით დაკომპლექტებული. თუმცა სიმართლე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ხა ეს რეალობასთან შორს არც არის, ხა რუსულენოვანი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული ის დონბასის ტერიტორია, რაზეც აპელირებს ამ საქართველოსთან მიმართებაში? ხო, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის აგრესია და აფხაზეთის და ოსეთის ამ შემთხვევაში ოკუპაცია, თავდაპირველად ასე ვთქვათ, ანექსია და ოკუპაცია უფრო ზუსტად, რომელიც იყო კი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ფაქტობრივად ხო, როგორ მდგომარეობაში იყო, ეს იყო ძალიან ბევრი ფაქტორით გათვალისწინებული. ეს იყო საქართველოს დასჯა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სწორედ იმ ეროვნული მოძრაობისათვის, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოში რესპუბლიკაში წამოიწყო. აი, გაფართოების სურვილი თავისი ტერიტორიის საქართველოს სტრატეგიული ტერიტორიის გაფართოების სურვილი რო ქონოდა რუსეთს, ახლა აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, იმდენი მცდელობა იყო, თუნდაც მაგალითად ცხინვალის რეგიონიდან რაღაცნაირად რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთს შეერთებოდნენ, რამდენი რეფერენდუმი ჩაატარეს. ამას გააკეთებდა რუსეთი. არა, იდეაში ტერიტორიული ინტერესი რო იყოს. მაშინ აი სუსტად მაქედან ცხინვალის რეგიონი იმდენად არასაინტერესო აფხაზეთ ხო საინტერესოა სტრატეგიულად ყველარი ჩავს ზღვაზე გადის სხვათა შორის ნახე სხვათა შორის ნახე ძალიან ბევრს 90-იან წლებში როდესაც ეს ტრაგედია მოხდა და აფხაზეთი დაუკარგეთ ხო იმედია ძალიან დროებით მაშინაც კი ძალიან ბევრს ჰქონდა ერთ-ერთ არგუმენტად რომ ეს ყველაფერი რუსეთმა გააკეთა იმისათვის რომ რაღაც ტერიტორიული მომენტი არსებობდა ზღვასთან დაკავშირებული ინტერესები არსებობდა გარკვეულწილად შავი ზღვის ტერიტორიაზე ახალი ფლოტის და ახალი სამხედრო ფლოტის შექმნის ინტერესი არსებობდა და ყველა სხვათა შორის ძალიან ბევრს ნერვიულობდა ძალიან ბევრი პოლიტიკოსი იყო იმ პერიოდის თუ საზოგადო მოღვაწე თუ უბრალოდ ექსპერტი რომ არ იყო შორს რაღაცნაირად ის პერიოდი როდესაც ანექსიას მოახდენდნენ აფხაზეთის რუსეთი და შეიყვანდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ეს ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი რამ იყო, იმიტომ რომ ამის მერე ძალიან რთულია რაღაცა იმედი იქონიო იმისა, რომ ამ ხელა მონსტრს, რომელსაც წარმოადგენს რუსეთი, რაღაცა შეიძლება რაღაცა ურთიერთობით დიპლომატიით ან თუნდაც რაღაცა სხვისი დახმარებით დაათმობინა. კი ბატონო, აი ამ მიზეზებიდან გამოდი ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტერიტორიული დამაზუსტებელ კითხვას დაგისვათ. კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ. მე არ ვიწყებ, ალბათ კითხვას გისვათ. ნახეთ, იმ შემთხვევაში თუ აი ხა თქვენ ჩამოთვალეთ, რომ ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს, თქვენ ვერ ილაპარაკეთ. არა, საბოლოო ჯამში დარჩა ერთი. აბა მითხარით. დარჩა ის, რომ ეს იყო საქართველოზე მუდმივი დამოკლეს მახვილი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მეშვეობით, რომ საქართველო ვერასოდეს ვერ გახდეს რაღაცა ისეთი გეოპოლიტიკური რეალობა რო შეიქმნეს ისე უცბად, რაც ჯერჯერობით არ შექმნილა და მართლა რო დადგეს საკითხი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და გაწევრიანების
აი ამისათვის იყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაგალითად ძალიან საინტერესო რამდენიმე საინტერესო არგუმენტი მინდა გითხრა. კარგადაც იყენებენ პირველ ამას რიგში ყველაფერს. იყენებენ დღემდე. ხო, მოდი აქ დავიწყოთ. თუ აი ეხა აი ამდენი რაღაცა თქვენ თუ ნილაპარაკეთ, თუ არ არის წინასწარ განსაზღვრადი რამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის აგრესია უკრაინაში სხვა მიზეზი იყო, საქართველოს სხვა მიზეზი იყო, ცხინვალზე სხვა მიზეზი იყო, აფხაზეთზე სხვა მიზეზი იყო. შესაბამისად თუ აი ხვალ რაღაცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, სადაც აი უკრაინაში თქვა რაღაც დაუშვათ ეს ცუდი რეალობა რუსეთმა მოიგო და შემდეგი დარტყმა გადაწყვიტა საქართველოს და საქართველოს ანექსია უნდა. ჯობია თუ არა ბევრად რომ ძლიერი პარტნიორები, ძლიერი მოკავშირეები, ძლიერი ჯარით მომზადებულები ვიყოთ ამ სცენარისთვის. ღმერთმა არიდოს ჩვენ ქვეყანას ომი ყოველთვის და ომი აქ არავის არ უნდა, თუმცა იმ რეალობაში რომელშიც ჩვენ გვიცხოვრია 93-ში 2008-ში რა რეალობაშიც ეხლა ცხოვრობს უკრაინა, ხო? ანუ ესე ყოფნა, როგორც თქვენს მათ შორის ხარდამჭერი ხართ, რომ აი რაღაცა ვითომ ნეიტრალიტეტი, რომელიც ჩვენ რეგიონში ალბათ დამეთანხმებით, რომ ნეიტრალიტეტი არ არსებობს და ფიზიკურად ვერ იარსებებს, იმიტომ რომ რუსეთი, ირანი, თურქეთი ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარება არის აქ ყოველთვის. მეორე, არა ნეიტრალიტეტი ის კი არა, რომ შეიძლება გამოაცხადებ ნეიტრალიტეტს. ხო, აი ხა მე მაგიდან გამომდინარე გეუბნებით, როგორ შეიძლება რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა საქართველოს მისცეს ნეიტრალიტეტი მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა კარგი ურთიერთობა ქონდეს სხვა ქვეყნებთან. ნახე, ორ სიტყვას გეტყვი ნეიტრალიტეტზე. ნეიტრალიტეტი შენ რამდენიც გინდა გამოაცხადე. ხო, შენ თუ შენი ნეიტრალიტეტი არ მიიღო და არ აღიარა ყველა გარშემო მყოფმა ძლიერმა სახელმწიფო შენი ნეიტრალიტეტი არარეალურია კი ბატონო ანუ თქვა ხვარმა რამდენიც არ უნდა იძახოს რომ დათვა და მგელმა არ შემჭამონო ხო თუ ის დათვი და მგელი არ შეთანხმდა რომ მოდი ეს ხვარი არ შემჭამოთ სხვანაირად იმ ხვარს შეჭმა არაცდება მაშინ თქვენ ძახთ რომ რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო ოკუპანტი შვეიცარიის ნეიტრალიტეტზე მთელი სოფლიო შეთანხმდა და მაშინ გახდა მათ შორის ავსტრიაც ნეიტრალურია ხო ანუ არსებობს ამის მაგალითები თუმცა იმათ სხვანაირი ტერიტორიების გეოგრაფიული მდებარეობა მაგრამ იმაზე შეთანხმდა შეერთებული შტატები და მაშინ საბჭოთა კავშირი მანამდე მეფის რუსეთი და ბრიტანეთი და დანარჩენი საფრანგეთი შვეიცარიასთან კაი დაკავშირებით ეს ყველაფერი გავიგე ანუ ჩვენ იმ შემთხვევაში თუ ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ და ყოველთვის ვდგავართ ქართული ოსტება ყოველდღე გვახსენებს იმას რომ ომის წინაშე და ომის საფრთხის წინაშე ვართ ეხლა უბრალოდ რუსეთი არ არის ეხლა იმ კონდიციაში საფრთხის წინაშე ეხლა არ ვდგევართ მაგრამ რანაირად არ ვდგევართ ქართული ოსტების მთელი პროპაგანდა ამაზე აწყობილი რომ მთელი მსოფლიოს უნდა საქართველოს რუსეთში მეგობრებო სამი ალამი აღიმართ და გთხოვთ რომ დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო გთხოვთ ვისაც სურს მონაწილეობა აწიეთ ალამი მოგწადეთ კი ბატონო, დავიწყოთ მოკლედ მესამე დებულებაზე საუბარი. მე ვისურვებ, რომ ამ ჯერზე მაინც გამოგვივიდეს ისე, რომ მოსმენის ეთიკა დავიცვათ. მე ჩემი მხრივ ვეცდები ყოველ შემთხვევაში. მოკლედ შესავალს გავაკეთებ, ესე იგი, წინა დებატზე გავაკეთებ მითითებას, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს საქართველოში ოჯახური ღირებულებების და ბავშვების დაცვის კანონი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფასადური და არ უნდა გამოიყენებოდეს პარტიული ინტერესებისთვის. კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს დახვეწილი. რომელიც დახვეწილი, რა თქმა უნდა, და ის პრობლემები, რომელიც კანონს აქვს, იურიდიული თვალსაზრისით აუცილებლად უნდა იყოს აღმოჩენილი. ანუ ჩვენ სწორგზაზე ასევე აგენტებიც აღმოჩენილი უნდა იყვნენ, აღმოჩენილებიც არიან საბედნიეროდ, მაგრამ არა კანონის და სახელმწიფოს მიერ, არამედ ყველა საზოგადოების თვალში და ეკანონიც უნდა შეიცვალოს ისე, რომ დაიხვეწოს და პრობლემები. არის აგენტების შესახებ კანონი, უბრალოდ შავი ფულის საქართველოში შემოსვლის საწინააღმდეგო კანონი, რომელიც სუსის დირექტორი რო 6 წლის განმავლობაში თურქეთის ბიზნესმენიდან ფინანსდება, ეგეთი რაღაცა არ უნდა მოგვივიდეს მეორედ არასდროს. რა თქმა უნდა, მიდომაც ის ციხეში. ინფრასტრუქტურის მინისტრი, ისევე როგორც თავდაცვის მინისტრი, პრემიერი და სხვა მრავალი მაღალ ჩინოსანი. მიდომაც ხედან ციხეში ჩემოგია. კი, სხვაებიც მალე აუცილებლად ვინც დამნაშავეა მეუჯდება აუცილებლად. ეხლა გადავიდეთ დღევანდელ საკითხზე, კი არა და ამ საკითხზე. თავარი ამბავი ეგ ნიშნავს იმას გიო, რომ დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში აღარ არსებობს. დაუსჯელობის სინდრომი არსებობს, სწორედ ამიტომ ცემა 11-მა პოლიციელმა ორი მოქალაქე არაფრის გამო, იმიტომ რომ იცოდნენ რომ არ დაისჯებოდნენ, იმიტომ რომ ლეონიძეზე შარშან ერთი ბიჭი მთელმა ავტობუსმა პოლიციამ ცემა და არც ერთი იმ პოლიციელიდან არ დასჯილა, მიუხედავად იმისა რომ მთელმა საქართველოს ნახა როგორ უტყამდა. მე რამდენადაც ვიცი ძალიან ბევრი პოლიციელის დაისაჯა, რომელმაც ძალაუფლებას გადაამეტა. იქედა რომელი დაისაჯა? მე პირადად ეხა არც ერთ სახელზე არ ვიცნობ. მე გეტყვით,
პირადი ინფორმაციით. არჩენ არის პირადი არა, სახელმწიფო პირადად არ ადამიანის, ვიცნობ, რა საჭიროა ძალიან ბევრი ცნობა. ადამიანი მე დაისაჯა. ვიცი აი ამ ადამიანისგან, თუ რომელიც კიდე ვინმე- დაზარალებულია, თუ კიდე რომ ვინმე არც არის, ერთი ადამიანი არ დასჭირდა. ძალაუფლებას გადაამეცა. კარგი, ახლა გადავიდეთ სულ უნდა უნდა დაისაჯა. დაისაჯეთ, გეთახმებით, მეც გეთახმებით. ახლა ნახეთ. ჩემთვის ევროკავშირში უამრავი პრობლემური საკითხი არსებობს, მათ შორის ჩემთვის პრობლემაა ის საკითხი, რაც მეორე საკითხად დააყენეთ. პრობლემური არის, მაგრამ ეგ ევროინტეგრაციის და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე არ არის მთავარი და შემახერხებელი საკითხი. ამას ქართული ოცნება აკეთებს ისე რომ შეიქმნას. ახლა ნახეთ, გადავალ არაფერს ქართული ოცნება არ აპირებს. დავასრულე, ისინი ეუბნებიან რომ კანონს თუ არ გაიტანო. აღარ დაბრუნდები, მე მგონი გაიგო უკვე მაყურებელმა. მოდით გავაგზავნოთ ახლა დღევანდელ ამ საკითხზე. ახლა ნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მათ შორის მე არ მომწონს რიგი საკითხები, რომელიც ბიზნესის ზედმეტად რეგულირებას ეხება, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ უბრალოდ ეკონომიკური გაერთიანება, არამედ მას აქვს უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაძლიერების წვლილი. თვითონ ევროკავშირის ხელშეკრულების თანახმად, ყველა ქვეყანა ვალდებულია დაეხმაროს იმ ქვეყანას, რომელიც აღმოჩნდება ომში და გაუწიოს ყველა სახის შესაძლო დახმარება. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ეს ევროკავშირის არის ნატოს სტანდარტია. არა, უკაცრავად ეს ევროკავშირსაა ნატოს სტანდარტი, რომ ჩაერთოს ნატოს სტანდარტი. წინადადებას დავასრულეთ თუ შეიძლება. ევროკავშირის სხვა დაცვის მექანიზმი არა არის. რა არ ვიცი, ევროკავშირის სხვა დაცვის მექანიზმი, სტანდარტი. მე გეტყვით. გასაგებია, მაგრამ სხვა სტანდარტი, სამხედრო სტანდარტი არ არსებობს. არა, სამხედრო სიტყვა ვახსენე. არ მიხსენები, მოდით. თქვენ წეღანაც კამერის მიღმაც ისეთ რაღაცებს ამბობდით, რაც მე არ მithქვამს და ეგეთ რაღაცებს მაბრალებ. არა, ნატო და სამხედრო არ მიხსენებია. ნახეთ, მარტივდებულება. სამთოს დაგიმატებ რომ დაასრულო. მადლობა. ომში თუ არის ქვეყანა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება ყველა შესაძლო მეთოდით დაეხმაროს. ეს არ ნიშნავს, რომ ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსად ისინი ვალდებულები არიან კოლექტიური თავდაცვის უფლება აამოქმედონ. ეს სხვა რამეა, თქვენ ამაში აგერიათ. მაგრამ არა სამხედრო პოტენციალი აქვს ევროკავშირს. ნატოს გარდა. სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით ევროკავშირის მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს არსებულ გამოწვევებზე, მაგრამ მისი წევრი ქვეყანა, მაგალითად პოლონეთი არის წამყვანი დღევანდელ სიტუაციაში. ასევე გერმანიამ საბედნიეროდ გამოიღვიძა და გადაწყვიტა, რომ მისი დაფინანსება თავდაცვის გაზრდილიყო ასტრონომიული რიცხვებით და მალე მივიღებთ ერთ-ერთ უძლიერეს ჯარს გერმანიის სახით. ასევე ევროკავშირის რესურსები რომ არა, უკრაინა დღეს ვერ შეძლებდა მსოფლიოს ერთდროს ნომერ მეორე არმიის შეჩერებას და კონტრშეტევაზე გადასვლას. ეს ყველაფერი ასობით მილიარდი евро, რომელიც წავა გერმანიაში ჯარის შექმნას და გაძლიერებაზე შეიარაღებაზე, ეს რაც გამოიწვევს გერმანიაში ზოგადად ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით ამას არ უყურებთ, ხო? და სანამ მაგას ეკონომიკურად და სოციალურად რაც გამოიწვევს გერმანიისთვის უზარმაზარი იმ თანხების გადანაწილება სამხედრო მიმართულებით, რომელიც სოციალურ მიმართულებაზე იხარჯებოდა აქ. თქვენ სოციალური მიმართულებიდან ამოიღეს. ჩემი აზრით სოციალური მიმართულებიდან ამოსაღებია თანხები, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩემი აზრია, გერმანელის მაგივრად მე არ ვწყვიტავ, სუვერენიტეტს ეგაა რომ თქვენს მაგივრად და ჩვენს მაგივრად რუსებმა არ უნდა გადაწყვიტონ. გერმანიაში არის უამრავი იმიგრანტი, რომელიც იღებს სოციალურ შემწეობას იმ ქვეყნიდან, რომელსაც აქვს არასათანადო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. წყალი არ ჩაასხა დღეში ერთ. თქვენ ეთანხმებით, რომ გერმანიის გადამხდელებმა უნდა იხადონ იმიგრანტების სოციალური დაცვის თანხები ისე როგორც ახლა იხდიან. თქვენი აზრით უნდა იხადოს? Volkswagen-ის გერმანიამ უნდა იხადოს? გერმანიამ უნდა იხადოს? ნახეთ, უამრავი გერმანიამ, აი მარტივ კითხვას უსაფრთხოებაზე ვლაბარაკობ. გერმანიამ, ხო, უსაფრთხოებაზე. და ამაში არ მიიღებენ. არც ნატოში არ მიიღებენ. ძალიან კარგი, ახლა გადაუბრუნდეთ, მოდით ჩვენს ამბავს. ჩვენს დაცვის მექანიზმებზე არავინ პასუხის აგებობას არ აქვს. კიდევ აი საქართველოს უსაფრთხოების დაცვაზე. რომ აქ ვინმე ჩამოვა საუბრად ამას ხო, ამას არავინ არ ამბობს. რა თქმა უნდა. ეხლა ნახე, კიდე ერთ ამას მოგიყვება. ერთ პატარა მაგალითი. ჩემ კითხვებს ეცადეთ პასუხი. გასცეთ და ისე არ გადახვიდეთ, მაგრამ მაინც არ ცდილობ და მოდი გააგრძელეთ ახლა და მე დავამთავრებ მარტივად რა არის მთავარი საკვანძო საკითხი აქ. საქართველოს ნახე, იგივე ამერიკაში ყოფნის დროს სტივენ სესტანოვიჩი გაიგია ესეთ. სტივენ სესტანოვიჩი საქართველოში ადრე ძალიან თქვენ რაღაც ისეთი ისტორიები იცით, მე კაცშვილს არ გაუგია მე მგონი. 90-იან წლებში საქართველოში რო ჩავიდნენ ვიღაცები და თურმე როგორ მოხდა საქართველოში ომის შეჩერებაო ეს საოცარი ამბავია, რატო არ ვთხარით საგარეო საქმეთა სამინისტროს ანუ საფრთხეობას. არა მგონი ეგ ვიყავდა ეგეთი რამე ამსმენია საერთოდ. სტივენ სესტანოვიჩი იყო საქართველოში ელჩი თავის დროს 90-იან წლებში. ეხლა ამერიკაში ძალიან 88 წელს 2008 წელს იყო ძალიან სერიოზული ექსპერტი. მასთან იყო საუბარი ძალიან მარტივად. ვკითხე, რა არის ჩვენი პრიორიტეტი? სადა ვართ ამერიკის პრიორიტეტებში? ამერიკელებს უყვართ ესე ყველაფერი პრიორიტეტებად რომ დაიყოს რა. დამატებული 3 წუთი წამოიწვა და თქვენ გაქვთ 10 წუთი. მაშასე ბოლო 10 წუთის განმავლობაში იმ სადებატო დროის გამოყენებისას, რომელსაც პრაქტიკულად ჩვენი გადაცემა დასრულდება, მე მინდა რომ ჩემი ოპონენტი იყოს ბატონი ვასილი.
თემაზე ჩვენ ახლა შეგვიძლია გარკვეულად შევაჯამოთ არსებული საუბარი. ნუ პირველ რიგში ძალიან მოკლედ თუ შევაჯამებთ ამ სამი ძირითადი კომპონენტიდან გამომდინარე, როგორიც არის ამ შემთხვევაში სუვერენიტეტის ხელყოფის თემა, სამწუხაროდ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მტკივნეულად იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც გვიკრძალავენ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას, რომელიც რეალურად რო ვთქვა და გულწრფელად რო ვთქვა, არანაირად არ უშლის ხელს ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან რაღაც ჰარმონიულ ურთიერთობას. არანაირად, მით უმეტეს, როდესაც ამდაგვარი საკანონმდებლო ბაზები ევროკავშირშიც არაერთ ქვეყანაში არსებობს. ხო, ძალიან მტკივნეულია ეს და ძალიან არასასიამოვნოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის თვალსაზრისით გვაქვს პრობლემა ამ ურთიერთობაში, რაც მე ძალიან მაწუხებს. და რომ არ იყოს ეს პრობლემა და რომ არ ყოფილიყო ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ამაზე არც ვისაუბრებდით. და არ იქნებოდა ეს, ასე თქვა, დღის წესრიგში ეს კიდევ თქვენ გჯერათ, რომ ქართულ ოცნებას საერთოდ სურვილი აქვს ევროკავშირში ან შესვლის, ან ჰარმონიზაციის, ან გაწევრიანების. ქართულ ოცნებას არ ვიცი, სიმართლე გითხრა, მე ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებაში ფიქრობენ დაახლოებით ალბათ ისე, როგორც ფიქრობ მე, რომ ერთნიშნულად ჩვენი ქვეყნის მომავალს ძალიან დიდი სურვილით უკავშირებს სწორედ ევროპულ სივრცეს, ევროპულ ოჯახს და ასე იყო მოყოლებული მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, იმიტომ რომ ძალიან ახლობელ სამყაროში ანუ აქვს სურვილი, ხო თუ არა აქვს? კი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ამის სურვილი და დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას, მე ხა ყველა თვინში არ ვძივარ და ყველა არა, რა საკვირველია, მე ხა ხელისუფლების შევიძახე. აბსოლუტურ უმრავლესობას. ძალიან ბევრს პირადად მე ვიცნობ, ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ ვისაც ვიცნობ, ნამდვილად ვიცი, რომ ის ადამიანი ჩვენი ქვეყნის ევროპული გავნითარების, ევროპული ინსტიტუტების თანაზია. რა ეშველება მაშინ ამდენ სანქცირებულ ტვირთებს, აი ყულევის ტერმინალში რომ შემოდის. ეს ხო თავსებადი არ არის. იმ რეალობასთან, ასაც ქართული ოცნება ჩასდის დღეს. ეგ ხო არ არის თავსებადი, მაგრამ ხო ყავდა მე სახელი არ მახსოვს იმ ადამიანის, მაგრამ იყო ჩამოსული საერთაშორისო ექსპერტი სწორედ მაგვიმართულების შესასწავლად. ხომ არ ხდება საქართველოსთან რაიმე კანონის საერთაშორისო ევროპული სტანდარტების რეალურად. არა, ჯერჯერობით არ დაუსახცირებიათ, ნუ ყოველ შემთხვევაში ხო, ყულევის ტერმინალი შეიყვანეს, ოღონდ ერთი არგუმენტი არ დასახელებულა, ერთი ფაქტი არ მოყვანა, ეს არგუმენტების დასახელება შეიძლება ესეც ხო სხვანაირად არ შეიძლება გესმის, როდესაც რაღაცა ბრალდებას რა არგუმენტის დასახელება უნდა როდესაც რაღაცა ბრალდებას ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა გავხდით, ბატონო გიორგი. როდესაც მიყენებ რაღაცა ბრალდებას, ანუ არასწორია რომ ეს არგუმენტების გარეშე გააკეთო, ან მე რო დაგიყენებ. მარტყუნებთ არგუმენტირებულია თქვენ ფარცხალაძეძეც მოითხოვეთ, აქვე არგუმენტები რომ აქვეა რატო იმას რა მოითხოვენ არგუმენტებს და ყველაზე. აბა უკანონო და დარწმუნდით ეხა რომ სიმართლე იყო. დარწმუნდით. ნახეთ არგუმენტები? თუ ისე დარწმუნდით რა. არა, რა თქმა უნდა, არგუმენტები. მისავკარგიანობაში. რა თქმა უნდა, აბა ადამიანს თვალებით თუ განსაზღვრავს, ეს არ არის სწორი მიდგომა პოლიტიკაში. შესაბამისის სამსახურის. შეიძლება ადამიანი ფიზიოლოგიაზე არ მოგეწონა. ეხა დარწმუნდით. რა თქმა უნდა, იმისათვის რომ დამნაშავე არის მას შემდეგ, როდესაც დაუნკიცებ რომ დამნაშავეა. ასე არის ეს სანქციებიც. მაშინ უნდა დასაჯო ქვეყანა სანქციების პაკეტში, ყულევის ტერმინალის მოხვედრით, როდესაც არგუმენტირებულად დაუსაბუთებ, რომ აქ ხდება ევროს სტანდარტებზე, ევროს სანქციების დარღვევა. კაცი იყო ჩამოსული. ყულევის ფლობელი და მეც აღარ ვიზავო გვაქვს. გაჩერდი რა არაფერი მსგავსი არ მომხდარა, ეხლა რა თავსებადია ეს არის. თუ რაღაცა შეიძლება ტევე პირველზე მასეთი რამე მოისმინოთ. დედას ფიცა ვარ მოისმენთ. ტელევიზორს საერთოდ აღარ უყურებ. ტევე პირველზე მასეთ რაღაცას მოისმენთ. ტევე პირველზე იმასაც მოისმენთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მარიხუანის ქარხანა ჰქონდა გვატემალაში. მართალია მე გამოვიდა უგულავა და თქვა რომ არა ძმაო ჩემიაო ეს ყველაფერიო. არაფერი, მაგრამ იმათმა ბოლომდე მაინც თქვით რომ ეს ბიძინასია ვარ. ასეთ რაღაცას მოისმენ გესმის მაგას არ უსმენ. მაგრამ რეალობაში არ არის. მე იმდენი განათლებას მაგას ჩამოვიდა მე ადამიანი ვასო რომ ჩამოვიდა ბიჭო ადამიანი. ჩამოვიდა ადამიანი ექსპერტი მაქს ფეროს თავარი ექსპერტი მაპატია თუ უბრალოდ სახელი არ მახსოვს ეს კაცი. ამდენიმე თვის წინ იყო ჩამოსული და ამ ადამიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს. თან ეს არ ყოფილა არც ქართველი. კოლცენტრებზე? კოლცენტრებზე? მათ ქვევინე. არა, რა თქმა უნდა. არაფერი კაცი ჩამოვიდა მადლობა თქვა რომ საქართველოს ზედმიწევნით იცავს ყველა სანქციასო და სტანდარტსო და ეხლა უბრალოდ ეხავს რა ძალიან ეხავს როდესაც გეუბნებია რომ გასაქციელებენ მაგის გამო. გრძელდება ეგ ბიზნესი თუ რა ბიზნესი გრძელდება? კოლცენტრები.
იმედია არ გრძელდება, მე რა ვიცი ხა რომელი საგამოძიებო სამსახური მე ვარ. ვიცი რომ ამის გამო დააკავეს ადამიანი და ამის გამო სასამართლოშია. კი არა და ციხეში ადამიანი. გრძელდება პირდაპირ რა. იცით ეგ ამბობ. მე რას მეუბნეთ პროკურატურაში მიდით მაგ ინფორმაციით. ხო და ამიტომ გეუბნებით რომ მე რა ვიცი ხა ეს ანალოგიურად კოლცენტრები დარწმუნებული ვარ კიდე იქნება. მე ერთ რამეს გეტყვით. დარწმუნებული ვარ კოლცენტრები უკან რა ხეთ სიტყვა კოლცენტრი ჩვენ ძალიან ცუდად იმაშვებით. არის კოლცენტრი. არა მიხსნათ ხა კოლცენტრი. სულაც არ არის ცუდი არის ხო როგორც კარგი არასამთავრობო არსებობენ კარგი კოლცენტრებიც არსებობენ. და კოლცენტრი რომელიც ვიღაცას პარავს, ატყუებს, აყაჩაღებს და ფულს ახევს, ის დასაჭერია და დასახურია იმისი მფარველის და მისი ისე ქვია სტრუქტურაც. და თუ ესეთი კოლცენტრები ეჭვიც არ მეპარება რომ კიდე იქნება. ერთ წინადადება თუ შეიძლება ეხლა რო გვითავდეთ. უფროსი რო ციხეშია. მეტი რა გინდა? მე ხა ერთ-ერთი საკითხის დროს გითხარი. სამართლებრივი სისტემური დანაშაული, იცი რა არის? როდესაც ადამიანებს კლავდნენ და მკვლელები გადაფარებულები იყვნენ ხელისუფლების მხრიდან და ამართლებდნენ. ყველას მთელი პრეზიდენტი, პარლამენტი, მერია და ის მოსამართლე რომ უადოთ არის დღეს დანიშნული. ხო? მაგ ეგეც არის მაგის ნაწილი? უნდა ჩემთვის მიუღებელია ეგ ამბავი თავიდანვე გეუბნები რა თქმა უნდა და შეიძლებოდა როგორმე იმედი მაქვს შეიძლებოდა ამისგან თავის არიდება. და რო ვერ ავარიდეთ რა ვქნათ ხა? ძალიან ცუდია მე რა ღმერთმა დამიფაროს რომ მე ვიყო ბედნიერი და ubednieri ვიცი რა რაღაცა ტრინაში ვცხოვრობ ხა სადღაც იმას ზღაპარში. უამრავი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, რომლის გადაჭრა არის საჭირო ძალიან არანაირი პრობლემებს ვიცი რამდენს ვსაუბრობ? ძალიან ბევრი. თავარი პრობლემა რა არის? რა შეიძლება კონცენტრებს? ანუ ცუდი კონცენტრები? კონცენტრები გასაგებია. სისტემური დანაშაული ქვეყანაში იცი რა თუ არ არის? იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩაიდეს დანაშაულს და არ ჩერდება ციხეში. მე გეტყვით ხა მაგალითად ეგეთ ადამიანს. აი ეს არის. გეტყვით ხა. და სისტემური დანაშაული, აი როდესაც დამნაშავეს ეფარება მთელი სახელმწიფო. რაც გამეფებული იყო იმ 9 წლის განმავლობაში. ეს აღარ არის და მადლობა ღმე. არაფერ რაღაც უნდა შევადარო. წინ ვიყურები, კი, წინ ვიყურები და იმ 9 წლიანი. ვერ მივდივარ წინ საქმეს უბაში. იმ უბედურებას დაბრუნება. არა, იმ ჭაობს დაბრუნება რო უნდა მაგითო ვარ. იმ ჭაობს დაბრუნება რო უნდა. იმ ჭაობს რომ უნდა დაბრუნება ქვეყანაში. მაგას ქართული ხალხი გადაწყვიტავს. ქართული ხალხი გადაწყვიტავს. მაგას თქვენ მაგას ვერ გადაწყვიტავთ. უამრავი ლობისტი. მაგას ვთქვით ჩვენ სამართლიანი ამას სამართლიანი არჩევნები რომ ხალხმა გადაწყვიტოს. ხალხმა გადაწყვიტოს. ამიტომ ვიბრძვი. ეხლა მე წინა დებატებზე გითხარით წინა დებატებზე გითხარით რომ ჩვენ ეს უკვე გავიარეთ მეთქი და აი ხა გეტყვით რა გავიარეთ რა. ჩვენ ეხლა ერთი თაობის ხალხი ვართ რა და ჩვენ რეალურად მთელი ჩვენი ახალგაზრდობა გავატარეთ სიცრუეში რა. ის განათლება რასაც ჩვენ ვიღებდით იყო აბსოლუტური სიცრუე რა კომუნისტური რომელი პერიოდი და აი 80-იანი წლების შუალედი მაგალითად 80-იანი წლების დასაწყისი სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა იყო თუმცა ძალიან ბევრი საქართველოს ისტორიას არ გვასწავლიდან მაგას გეუბნები ეგ არის მთავარი საქართველოს ანექსია აბსოლუტურად ამოღებული იყო რა თქმა უნდა იდეოლოგიზირებული გენერალი მაზნიაშვილი ვიცოდით არც ქაქუცა ვიცოდით არც ნოე არ ვიცოდით და არც იუნკერები არ ვიცოდით ხო მაგრამ ამას სისტემა ფარავდა ხო იყვნენ მინისტრები განათლების იყვნენ კომუნისტების პერიოდში ხო კომუნისტების პერიოდში ვინც ამას წიგნებს ბეჭდავდნენ ხო ემსახურებოდა რა სისტემა იყო პროპაგანდა იყო რომ ჩვენ ეს დაგვიწყებოდა კომუნისტური პროპაგანდა ხო დასავლეთი ცუდია პროპაგანდა ხო ბიზიასემი ცუდია ბიზიასემი ცუდია ჩვენ სიგნებში ნაკლებად იყო არა პროპაგანდაში იყო ჩვენ უბრალოდ არ გვასწავლიდან ჩვენსაც ამიტომ ჩვენ ერთხელ უკვე ამიტომაც გვინდოდა დამოუკიდებლობა ამიტომ ეხა მეორე ისტორიის სუვერენიტეტს საშუალებას არ მოგცეთ და ეს არის ჩემი საკითხი თქვენ რასაც ეხა აყალბეთ სუვერენიტეტს გვილახავდნენ მაგიტომაც გვინდოდა ეროვნული მოძრაობა მაგიტომ სანამ ეროვნული მოძრაობა ევროსაბჭოთა კავშირი მინდა კაცო კიდე ეხლა რომელმაც სუვერენიტეტი უნდა შემილახო და ეგ არის თქვენ რაც ევროპა ჩვენ სუვერენიტეტს ლახავს. მე კონკრეტული ფაქტებით ვლაპარაკობ. სიწმინდეებს მე ვთვლის რატომ მიიღე კანონი? კანონი რატომ მიიღე? ერი ყოფილა, ხო ევროკავშირი. კანონი მიიღო, რატომ? კანონი რატომ მიიღე? ხო ჩვენი ევროკავშირი. იქ უამრავი ადამიანია რომელიც ერია. არა, ევრო ბიუროკრატი ჩინოვნიკები 99% ჩვენ ხა ეს რაღაც ახალი ტერმინი ჩინოვნიკები, ევროპელი ერი ნამდვილად არ არის ჩემთვის და უამრავი ადამიანია რომელსაც სწორად მასე მიაჩნია რომ ნებისმიერი სახელმწიფო ევროკავშირში უნდა იყოს ეროვნული მეორეჯერ ვეღარ გააყალბეთ რომ არა არავითარ შემთხვევაში არ გავაყალბეთ ამას ახალგაზრდებს ღმერთმა დამიფაროს ფაქტი თვითონ რატო აკეთებენ ვინ აკეთებენ აბა მითხარი რატომ მიკრძალავს ევროკავშირი ოჯახური ღირებულებების კანონის ეხა რა მითხარი ევრო ხო გიგპასუხო ევროკავშირში შესვლა ხო ნებაყოფლობითი არა კითხვა კი არ დამისვა პასუხი გამეც პროცესი ხო არის კი რა თქმა უნდა კითხვა და პასუხი ის გეუბნები რომ ესეთი წესი მაქვს ხო და მივდიო და არა არ მოხვიდეო იმიტომ რომ შენო მამათმავლების კანონმდებლობა თუ გაქვს შეზღუდული და იდეოლოგია თუ გაქვს შეზღუდული და პროპაგანდირებას ამას არ უშვებო
მაშინ შენ აქ არ მიგიღებ. ხო, და ამიტომ ტერია შენი? ტერი რას თქოს, ებრძვის მეთქი ჩემ ღირებულებებს. რა შუაშია მე სიტყვა ტერი ვაღახსენე? ჩვენ სუვერენიტეტს ვინც ხელყოფთ, ტერი არ არის ავტომატური? ის ებრძვის ის მეუბნება რომ შენი ევროკავშირში რომ შემოხვალ, ევროკავშირში შემოხვალ, შენ სუვერენიტეტი არ ეხლებოდა. მე უბრალოდ არ მინდა ასეთ ევროკავშირში შემოსვლა. ეხლა შენ კიდე ამას ტრობა და არქვი. ბრძოლა და არქვი. რაც კიდე ის როგორაც კიდე ისე. ჩემის აზრით დებატები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მართალია საკმაოდ ემოციურად, მაგრამ ესე ძალიან კარგია. და განსაკუთრებით კარგია ის, რომ ახალგაზრდა თაობას, ახალგაზრდა ადამიანებს აქვს თავიანთი ძალიან პრინციპული შეხედულებები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში და მზად არიან ძალიან მწვავე დებატებშიც ის პოზიციები დაიცვან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აუცილებელი იმისათვის, რომ მათმა თაობამ მომავალში ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს. ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ხელში გადავა თავის დროზე და მათი სამართავი იქნება ჩვენი ქვეყანა. რეალურად ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ალბათ ყველაფერს მაინც ვერ შევეხებოდით, ხო? მე მინდა უბრალოდ ერთი ესეთი ხაზი გაუსვა განსხვავებას სახელმწიფოსა და ადამიანს შორის, რაც ალბათ ერთ-ერთი ფუნდამენტური დამოკიდებულებაა და რაც ადამიანების მსოფლმხედველობას გარკვეულწილად ყოფს ხოლმე. მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი ყველაზე მაღლა დგას და სახელმწიფოს ინტერესი არის ერთმნიშვნელოვნად უპირატესი და უპირველესი. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებია და ერთი ადამიანის უფლება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც 10 სახელმწიფოს ინტერესი ერთდროულად აღებული. მე ამ საკითხს ასე არ უყურებ. მე ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანური უფლება არის მეორე და მეათე და მეათასე ხარისხოვანი, როდესაც საუბარი ეხება ქვეყნის ინტერესს. იმიტომ რომ ქვეყანა ეს არის თითოეული აი ამ ადამიანების ერთობა და ეს არის მთელი ერი. ეს არის ერი და ერის ინტერესი აპატიოს ყველა, მაგრამ ნებისმიერ ინდივიდუალურად აღებული ადამიანის ინტერესზე უფრო მაღლა დგას. ამიტომაც არის, როდესაც სახელმწიფო ომში ერთვება, მობილიზაციას აცხადებს. რა იმ ადამიანებს არ აქვთ უფლება სიცოცხლის არ წავიდნენ ომში და სიცოცხლის უფლება გამოიყენონ, რა თქმა უნდა აქვთ, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესი იყოს დაცული თავისივე მოქალაქეების მხრიდან გაცილებით დიდია. ამიტომაც ძალიან ხშირად სახელმწიფოები თავისი სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის ბღალავენ ადამიანის უფლებებს. ეს რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო და არ არის კარგი და არ არის წასახალისებელი, მაგრამ ეს არის გასაგები და ეს არის აუცილებელი. სხვანაირად გამართული, ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო ვერ იარსებებს. განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როგორშიც ვართ ჩვენ, გარშემორტყმული ყველანაირი პრობლემებით, ცეცხლით, გინდა ჩრდილოეთიდან, გინდა სამხრეთიდან აღებული. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივებს ურთიერთობებში და რაც შეეხება ჩვენს საგარეო პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ ქართველის ადგილი მენტალური, კულტურული და ასე შემდეგ ქრისტიანული ფასეულობებით არის იმ ცივილიზაციაში, რომელსაც ევროპა ქვია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერქვა. ევროპული ცივილიზაცია, რომელიც იყო პროგრესის, რომელიც იყო ეროვნულობის და რომელიც იყო ქრისტიანობის, ასე ვთქვათ, თავარი მედროში. სამწუხაროდ ეს ღირებულებები და ეს ფასეულობები და ეს სტანდარტები თვალსა და ხელშუა იშლება. ამიტომაც ვსაუბრობთ ჩვენ დღეს, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე 100,000 ჯერ უნდა დავფიქრდეთ და მერე გადავჭრათ ის საკითხი, რაც ჩვენ საგარეო პრიორიტეტებს ეხება. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა მაინც სტაბილურად მიდის ევროპული ოჯახისკენ და ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ სწორედ ევროინტეგრაცია და ევროპული სტანდარტების ერთგულება არის ჩვენი მთავარი მიმართულება. მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი რამ ევროპაში შეიცვლება და იგივე იმ 2030 წლისთვის, რომელსაც თვითონ აცხადებენ რაღაც გაფართოების შემდეგი ეტაპის კონტექსტში, ძალიან ბევრი შეცვლილი რამ იქნება. თუმცა პირადად მე სიმართლე გითხრათ, თავს არ ვიტყუებ და ასეთი ილუზიებით დიდად არ ვიყვებები. მე მგონია ეს გაცილებით უფრო შორეული პერსპექტივის თემაა. და მანამდე, სანამ ეს პერსპექტივა რეალობა გახდება და ევროპა დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რომელიც თანაზიარი იქნება ჩვენი ქართული ტრადიციული ფასეულობების მიმართულებით, ხო? მანამდე ჩვენ უნდა ვიფიქროთ გადარჩენაზე, იმსეთ გადარჩენაზე, რომელსაც ქვია ამ შემთხვევაში სწორედაც რომ ნეიტრალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. რეალურად რო ვთქვათ, ნეიტრალიტეტი თუ არ გადაწყდა და არ შეთანხმდა
ძლიერნი ამა ქვეყნისანი შენს ნეიტრალიტეტზე, ის არაფერს არ მოგწევს. მაგრამ ხდება ხოლმე საუკუნეში, ორ საუკუნეში ერთხელ ისეთი ვითარება, როდესაც შენი ნეიტრალიტეტი შეიძლება აღმოჩნდეს დიდი ძლიერი სახელმწიფოების ინტერესში. აი ამ შემთხვევაში ყოველთვის იგებს ხოლმე პატარა სახელმწიფო. საერთოდ ძირითადად პატარა სახელმწიფო ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას წარმართავენ დიდი სახელმწიფოები. რაზეც შეთანხმდებიან ისინი, სამწუხაროდ ხშირად იმაზე ფეხის აბმა გიწევს ხოლმე. და აი ძალიან იშვიათად გება ხოლმე ის რეალობა, როდესაც გეოპოლიტიკური ისეთი სტანდარტი ჩამოყალიბდება, როდესაც შენი ნეიტრალიტეტი ხელს აძლევს ყველა, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძლიერ სახელმწიფოს. და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან მაღალი ალბათობით ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად მივდივართ ამ მიმართულებისკენ და ამას ერთი რომ არათუ ხელი უნდა შეუშალოთ, ხელი უნდა შევუწყოთ. მაგრამ ისევ და ისევ საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი ეროვნული ღირებულებების, ეთნიკური იდენტობის, ჩვენი რწმენის და ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების ძალიან სერიოზულად გააზრებით და ცხოვრებაში გატარებით. მადლობა. დიდი მადლობა პირველ რიგში მოპატიჟებისთვის ამ დებატებში, ძალიან საინტერესო ფორმატი იყო, რასაკვირველია და მაყოფილი ვარ, ასე ვთქვათ, მონაწილეობა რომ მივიღე, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ესეთი რუსული პროპაგანდა, რომელიც აღნიაღურად გადმოედინება რეალურად ესეთი ადამიანებისგან, ყველა კუთხეში, ყველა კუნჭულში მაქსიმალურად უნდა იყოს აკვეთილი რა, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ჩვენ ახალგაზრდობას, ჩვენ შემოგვთავობას უბრალოდ არასწორ ინფორმაციას აწვდის. ამიტომ საინტერესო დებატები იყო. მთავარმა სტუმარმა, არ ვიცი, დებატებზე არ გაუჟღერებია და ეხა ბოლოს როგორც აღმოჩნდა, თუმცა საერთოდ ნეიტრალიტეტის მომხრე არის ეს პიროვნება, რაც მე ვთვლი, რომ პირდაპირ ღალატი არის სამშობლოს ამ აზრის გაჟღერებაც კი. აქედან გამომდინარე, მადლობა მინდა უთხრა ყველა მონაწილეს, ახალგაზრდებს, ვინც ჩაერთო ამ დებატებში და ჩვენ აუცილებლად თავის სახელს დავარქვევთ ყველა იმ ადამიანს, ვის რუსულ ინტერესებს ატარებს საქართველოში. პირველ რიგში მადლობა რომ მომეცა საშუალება ესეთ ფორმატში მონაწილეობის. ეს არის რაღაც ახალი, განსხვავებული, თუმცა ძალიან საჭირო და საინტერესო. იმედი მაქვს რომ დებატების მანძილზე, სადაც საჭირო იყო ამონათ და ის ფაქტ-ჩეკები და რეალურად პასუხი გაეცა იმ ფაქტებით, რომლებიც დამახინჯდა ამ დებატების მანძილზე. ხო, მე მგონია რომ აუცილებელია ყველა ადამიანთან საუბარი და ეს საუბარი უნდა იყოს ისეთ ფორმატებში, როგორიც არის ეს ფორმატი. აუცილებელია მოვისმინოთ ყველა აზრი და ამ აზრის მოსმენის მთავარი იდეა და მთავარი მოტივი სწორედ ეს არის, რომ გამოჩნდეს სიმართლე და გამოჩნდეს ტყუილი დამახინჯებული ფაქტი და რეალურად გამოჩნდეს ის თუ რა არის ამ ქვეყნის რეალური მომავალი და ვინ არის ამ ქვეყნის რეალური მომავალი. გასაგებია აბსოლუტურად რომ ადამიანები რომლებიც საბჭოთა კავშირში არიან დაბადებულები ცოტა უჭირთ თანამედროვე რეალობაზე მორგება, ცოტა უჭირთ ფეხის აწყობა იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე რაც ხდება ჩვენ სამყაროში, თუმცა იმედი მაქვს რომ ახალგაზრდები, ახალი თაობა, ის ხალხი რომლებიც ჩემთან ერთად იჯდა ამ დებატებზე, შევძლებთ და ამ ადამიანებსაც გადავარწმუნებთ და საბოლოოდ ისეთ გზაზე დავდგებით, როგორიც არის ქართული ხალხის რეალური არჩევანი და არა რამდენიმე ადამიანის ნაკარნახები, რომლებსაც კარგი საერთოდ არ უნდათ ამ ქვეყნისთვის. პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც ისმენდა დღევანდელ დებატს. რამდენიმე საკითხს შევეხები. პირველ რიგში მეორე ნაწილზე ჩემი გამოსვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩემთვისაც უხერხული იყო ის ორხმაში საუბარი, რომელშიც მოგვიწია საუბარი და მინდა იცოდეთ, რომ ამას გამოცდილება აუცილებლად მივიღებ და ვეცდებით შემდეგზე, რა თქმა უნდა, უფრო გასაგები იყოს ნებისმიერი საუბარი, რომელიც წარიმართება. ასევე მოკლედ შევაჯამებ იმას, რაც ითქვა. მთავარი არგუმენტები, მოკლედ რაც მოწინააღმდეგე მხარეს აქვს, არის ის, რომ თითქოს ევროკავშირში და ევროინტეგრაციისკენ სვლა არის საქართველოს სუვერენიტეტისთვის დამაზიანებელი, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. უმთავრესი არგუმენტი არის ის, რომ ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანება არ არის იგივე, რაც ევროინტეგრაცია და დასავლურ ქვეყნებთან კავშირი. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება მოკავშირე, რომელიც დაგვეხმარება არსებული პრობლემების გადაჭრაში. მოკავშირის გარეშე სამწუხაროდ არ გაგვაჩნია სათანადო შესაძლებლობები, რომ ეს პრობლემები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის პრობლემა, ასევე დემოგრაფიული პრობლემა და სხვა პრობლემები აღმოვფხვრათ. შესაბამისად, საუკეთესო მოკავშირე დღეს არსებული, ასე ვთქვათ, პალიტრიდან ჩვენთვის ისევ არის დასავლეთი, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი მოკავშირე ვერ იქნება მანამ, სანამ აგრძელებს იყოს
ისეთი იმპერიული სახელმწიფო, როგორც უკვე საუკუნეები არის, ჩვენს ირგვლივ მყოფი სხვა სახელმწიფოები, ვისაც აქვს შესაბამისი რესურსები, არ არიან ჩვენთან კულტურულად, ინტერესებით და ზოგადად მიზნებით ისეთ თანხვედრაში და მათ შორის განსაკუთრებით აი ამ ღირებულებებით ნაწილში საზოგადოების ცხოვრებისა, რომელზეც ხშირად აპირებს ხოლმე ქართული ოცნება და დღევანდელი ჩვენი მოწინააღმდეგეც, ამ ხრივ ყველაზე ახლოს შეიძლება ვიყოთ ევროპული ქვეყნების გარკვეულ საზოგადოებებთან, მაგალითად პოლონეთთან, განსაკუთრებით ბალკანულ ქვეყნებთან და სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოებთან. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ჰქონდეს ისეთივე მაღალი დონის განათლება, როგორიც აქვს ფინეთს, ისეთივე ძლიერი თავდაცვა, როგორიც აქვს პოლონეთს და ასევე ფინეთს და ისეთივე ნაკლებად საიმიგრაციო პრობლემა, როგორიც აქვს თუნდაც უნგრეთს, ლიეტუვას და სხვადასხვა ქვეყნებს. ხო, მოკლედ, მთელი ევროპის ტერიტორიაზე უამრავი ტიპის სახელმწიფო არსებობს. ეს სახელმწიფოები აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ სახელმწიფოებში ცხოვრების საზოგადოებები ასევე აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და იქ მოხვედრა და მათკენ, ასე ვთქვათ, მათთან მოკავშირეობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევიცვლით ჩვენს იდენტობას, არამედ პირიქით. ასევე მე მქონდა პრივილეგია მომესმინა იმ ბოლო ჩანაწერისთვის, რომელიც ჩემს მოწინააღმდეგეს მოპირისპირეს ქონდა ამ შემთხვევაში, სადაც მან აღნიშნა და დააყენა ცრუ დილემა, თითქოს არსებობს ასეთი პრობლემა გადასაჭრელი, რომ ერთ მხარეს გვაქვს ადამიანი, ყავს და მეორე მხარეს სახელმწიფო. სინამდვილეში სახელმწიფო მან სწორად თქვა, რომ არის ადამიანთა ერთობა და ეს ადამიანთა ერთობა შედგება სწორედ ცალკეული ადამიანებისგან. ჩვენ გვაქვს როგორც უფლებები, ასევე პასუხისმგებლობები და მოვალეობები ერთმანეთის და მთლიანობაში ერის და სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ სინამდვილეში ასეთი დილემა არ არსებობს, უბრალოდ თავარია როგორ გადავწყვეტ ჩვენ, რა არის ადამიანის უფლება და რა არა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთ-ერთმა პირველებმა გადაწყვიტეს ქართველებმა, რომ ქალისა და კაცის უფლებები თანაბარია და მის ეს არჩევნებში თანაბრად მონაწილეობის უფლება, ასე უნდა გავაგრძელოთ ახლაც, იმიტომ რომ ჩვენი ღირებულებები, რომლებიც მათ შორის არის არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ აი მრავალი 1000 წლის განმავლობაში დაგროვებული, რომელიც რომელი ისტორიას დადასტურებულად გვაქვს, გვაძლევს კარგ საფუძველს და კარგ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ საზოგადოება, რომელსაც საბოლოოდ ჩვენ შევქმნით, იყოს ადამიანის უფლებების დამცველიც და ერის სადარაჯოზე მყოფიც, რომელიც შეძლებს აი ამ უამრავ პრობლემას და გამოწვევას, რომელიც შიგნითაც და გარეთაც გვაქვს საბოლოო ჯამში, ბოლოს და ბოლოს გაუმკლავდეს წარმატებით და გამარჯვებით. მადლობა. ვაგრძელებთ მეგობრებო დებატების სერიას ქალაქის თეატრის სცენიდან, რის გამოც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. და მინდა რომ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. ჩვენი შემდეგი თემა იქნება გამოხატვის თავისუფლება. თუ ხართ დაინტერესებული შემდეგი თემით, მოგწერეთ პირად შეტყობინებაში და მიიღეთ მონაწილეობა დებატებში.